მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა 360 გრადუსი. დღეს ამ გადაცემას მე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გავუძღვები. ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში უპრეცედენტოდ მწვავედ გააკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო წერს რადიო თავისუფლება. სამშაბათს 4 ნოემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიში, რომელიც შეაფასებს წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესს საქართველოს შემთხვევაში მკვეთრ რეგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისთვის, ევროპული საბჭოსა და სხვა ევროპული უწყებოებისთვის მომზადებული დოკუმენტის პროექტი კომუნიკაცია გაფართოების პოლიტიკის შესახებ. როგორც გითხარით, ეს დოკუმენტი ოფიციალურად 4 ნოემბერს გამოქვეყნება. მნიშვნელოვანი გაუარესება შარშანდელის შემდეგ. ანგარიში იხსენიებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებების ქმედებების საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ევროპულ გზას და ფაქტობრივად შეაჩერა გაწევრიანების პროცესი. 2024 წლის დეკემბერში ევროპის საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე გადადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მას შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა, მიიჩნევს ევროკომისია და აღწერს კონკრეტულად სად მოხდა ეს უკუსურვა. საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსურვა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით. წერია ანგარიში. ხელისუფლების სისტემური და სისტემატიური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური უფლებებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა. LGBT ადამიანების მიზანში ამოღება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სრული დაუსჯელობის პირობებში ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა. მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს. გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ შემუშავებული 9 რეკომენდაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი უკუსურვა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს. კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებულიო, წერია ანგარიში, რითაც მათ სანდოობა საძირკველი გამოეთხარა. ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად. ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენსო ნათქვამია ამ ანგარიში. ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეკრებაზე თითქმის ყველა კანდიდატი ქვეყანაა მიწვეული საქართველოს გარდა, რაც არის უნებრივია ცალკე გზავნილი უკვე გამომდინარე იქედან, რომ როგორ დამოკიდებულებაც აქვს ბრიუსელს საქართველოსთან, საქართველოს ბრიუსელთან. ბრიუსელში გაფართოების სამიტში ევროკავშირის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ვლოდიმერ ზელენსკი, მაია სანდუ, ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრები. საქართველო კი აქედან ამოვარდა. რა პასუხი აქვს ამაზე ხელისუფლებას? შალვა პაპუაშვილი მაგალითად, რომელიც მთავარი მოპასუხეა ბრიუსელის მიმართ, ამბობს: კიდევ უარესი თუ ბრიუსელი აპირებს სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად. მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ, ამბობს ის. სამართლიანობის მიდგომის მოლოდინი სულ უფრო მცირდება. ბრიუსელი განიცდის ღირებულებებით უკუსვას და სრულიად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს. ანუ პაპუაშვილი გვეუბნება, რომ ბრიუსელი აცდა ევროპულ ღირებულებებს და ის სავარაუდოდ ქართველებისგან უნდა ისწავლოს და დაიბრუნოს. თამარ გუგულაშვილი ჩაგვერთვება ევროპარლამენტის წვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი, სწორედ ბრიუსელიდან, შემდეგ კი სტუდიაში შემოგვიერთებიან ლევან ცუცქირიძე, მოძრაობა თავისუფლების მოედნის ლიდერი და ნინო ლომჯარია, საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელი დირექტორი. მივესალმებით ქალბატონ თამარს, გამარჯობა. მოგესალმებით, მერაბ, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა პერიქით გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენი შეფასებით პირველ რიგში ანგარიში რას ნიშნავს ეს ანგარიში, რას ნიშნავს იქ, რომ არის ყველა კანდიდატი ქვეყანა და არ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს პასუხი, რომელიც ეხლა მე წავიკითხე პასუხები, რომელსაც იძლევა საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ ხელი ჩაქნეული აქვს ევროინტეგრაციაზე? ან არც აპირებს?
ხო, აი დავიწყოთ აი ბოლო ნაწილისგან. კი ეს ნათლად ჩემთვის ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაკარგული აქვს დიდი ხანი, მე ასე მგონია სხვათა შორის, ყველანაირი იმედი, რომ ბრიუსელთან ამას დაალაგებს, ეგ მათი სიტყვები რომ ვიხმაროთ, მოკლედ, ამიტომ გადასულები არიან პირდაპირ სრულ ბუდვაზე, არ მეზარება ეს სიტყვა რომ ახსენო, იმიტომ რომ რაღაც ღირებულებით რაღაც თითისქნევით ველაპარაკებიან, ლანძღავენ, თათხავენ, ეს დიდი ხანია. ეს რიტორიკა აქვთ აღებული და ეს იმ პერიოდიდან არის გაცილებით უკვე მეტი ხანია რაც დაიწყო, რაც უკვე გადაწყვეტეს, რომ ვეღარავის ვეღარ ატყუებდა ბრიუსელში, ევროპაში საერთოდ. ამიტომ დიდი ხანია მათ უკვე აღარავინ აღარ ხვდებოდა ისედაც. აი სანამ არ მოწვევა დაიწყებოდა, მათ უკვე აღარავინ აღარ ხვდებოდა და მათი ეს ვიზიტები, რა თქმა უნდა, კორიდორში სირბილით თავდებოდა, ბევრს მეც დავსწრები ვარ, როგორ მისდევდნენ ქართული დელეგაციის წევრები სხვადასხვა ევროპელებს, რომელიც არ ჩერდებოდნენ. ხო და ნუ აი ხელი აქვს საქმეული და ეს რაღაც გამწარება, რაც აქვთ ალბათ, იმიტომ რომ საკუთარ უფროს ვერ უაგებენ იმ სიტუაციას, გამოხატული აქვს აი ამ ბოლომის მთხოვაში, იმიტომ რომ მე ხარ რა თქმა უნდა არც ერთ ქართველს მათ ამორჩევასაც რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა არ ჯერა, ხო, რომ რაღაც ღირებულებით გაკვეთილებს ასწავლის შალო პაპუაშვილი ჰელევო კავშირს, რომელიც ვახსენოთ 450 მილიონ მოსახლეობას წარმოადგენს და ეს ინსტიტუციებიც არის მათ მიერ არჩეული ხალხი, ხო, განსაკუთრებით ევროპარლამენტარებს ლანძღავენ, რომლებიც არიან პირდაპირ დემოკრატიით არჩეული სხვადასხვა პარტიის წევრები. არემ წავიკითხავ მაშინ ამ ციტატასაც ევროპარლამენტარებზე, რა თქვა, ევროპის სახელით გველაპარაკებიან გორბაჩოვის თანამებრძოლი იუკნევიჩიანე და ასტრახანში დაბადებული ლაგოდინსკი. ადამიანი შეიძლება საბჭოთა კავშირიდან გამოიყვანო, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდანო, ამბობს პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მისამართად. ხო, ნუ ეს არის ჩემი შენ გითხარიო, ზუსტად ის, იმიტომ რომ თუ ვინმე საბჭოთა კავშირის მეთოდებს დღეს ვინმე ეუბნება, ვინმეს რომ საბჭოთა კავშირის მეთოდებით ცხოვრობთ და მართავთ თქვენს ქვეყანას, ეს არის საქართველოს ეუბნებიან იგივე ევროპელები, აი ზუსტად ის ორი პარლამენტარი, რომელიც დაასახელა, განსაკუთრებულად თავს მაგათ ესხმის იმ 700 დეპუტატიდან, იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი იმ სხვა დანარჩენი სხვათა შორის 20 თუ მეტი და 60-70-ზე მეტი დეპუტატების შორის არიან ესენი საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები, მაგრამ საქართველოს აქტიურობს ძალიან ბევრი ევროდეპუტატი, სხვებს ვერ უპოვა ეს საბჭოთა ყოფილ საბჭოთა კავშირში დაბადების სივი, ამიტომ ამაზე არის განსაკუთრებული აქცენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის მეთოდებით, აი სწორედ ის მოხსენება, რასაც თქვენ ახსენებით, იქ არის სწორედ ის საბჭოთა კავშირის მეთოდები, გადათარგმნილი დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებული, რასაც დღეს წარმატებით აკორციელებენ პაპუაშვილი და მისი მეგობრები, მისი თანაგუნდელები, ხო, საქართველოში. და რაც ამ მოხსენებას შეეხება, ეს ძალიან სერიოზული მოხსენებაა, იმიტომ რომ აქ ამ მოხსენებასთან დაკავშირებით, აი ამ მოხსენებასთან დაკავშირებით შემდეგ იქნება ყველა დანარჩენი ნაბიჯი გადადგმული კანონმდებლობის დონეზე. აქვე იქნება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოხსენებები და აი სწორედ ის განყოფილება ევროკომისიის, რომელიც უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით წერს მოხსენებებს, ძირითადად დაეყრდნობა აი ამ დიდ და მოცულობით მოხსენებას, რომელიც ანუ მარტო ჩვენი რაღაც ევროკავშირში ინტეგრაცია კი არ შეიძლება ამ პოლიტიკას შეეწიროს, არამედ შეიძლება უვიზო რეჟიმით შეეწიროს ამ ყველაფერს. არამედ შეიძლება როგორ ვერ გავიგებ ბოლოს. ანუ არა მხოლოდ რა ვთქვათ ინტეგრაციის პროცესი კი არ შეიძლება შეეწიროს ხელისუფლების ქმედებებს, არამედ შეიძლება უვიზო რეჟიმით შეეწიროს, ასე გამოდის, ხო? კი, იმიტომ რომ აი ნათლად რომ ავხსნათ, ხო, მოკლედ, ეს ინტეგრაციის, ევროინტეგრაციის პროცესი შეწირულია უკვე, იმიტომ რომ არის გაყინული და იმ შემთხვევაში, როცა სხვა ქვეყნებს, მაგალითად მოლდოვეთს, უკრაინას ალბანეთს ძალიან მალე უკვე რამდენიმე ქვეთავი მოლაპარაკებების გაიხსნება და ალბათ მალე დაიხურება ზოგიერთი და ანუ წინ წავლენ ისინი. ჩვენთან არანაირი ქვეთავის გახსნაზე, მოლაპარაკებაზე და ინტეგრაციაზე საუბარი არ არის. პირიქით, აი ამ მოხსენებაში წერია, რომ საქართველოს შეიძლება დაკარგავდეს საერთოდ კანდიდატის სტატუსსაც კი თუ ასე გააგრძელა. ეს ერთი. ანუ ინტეგრაცია შეწირულია. მაგრამ მეორეს მხრივ
ის ეტაპი, რაზეც ჩვენ მიმყოფებოდით აქამდე ევროკავშირთან ურთიერთობებს, ეს იყო ძალიან ახლო თანამშრომლობა, ხო, ვიყავით აი ამ უვიზო რეჟიმის მფლობელები, რომელიც არის პრივილეგია, რასაც ევროკავშირი განსხვავებულ ქვეყნებს აძლევს, ყველას არა, და ასევე ეს იყო თავისუფალი ვაჭრობის კონტრაქტიც დადებული, ხო? ეხლა ეს ყველაფერი არის პრიორიტეტები და პრივილეგირებულ პარტნიორთან თანამშრომლობის სისტემა. და ამ ყველაფრის გადახედვაც უკვე დაწყებულია, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ აი ამ უვიზო რეჟიმის როგორ შეჩერდეს ის წესები გადაიხედა ევროპარლამენტის და ლიდერთა საბჭოს მიერ, ორივე ინსტიტუცია, რომლებიც არიან თანაკანონმდებლები, მოკლედ რომ ავხსნათ ევროპარლამენტი, ანუ პარლამენტარები და მთავრობები ევროკავშირის ერთად, მათ გადახედეს და აი ამ ორ ინსტიტუციას ეხლა სულ რამდენიმე კვირაში უკვე დაგვეწევა ძალიან მალე ევროკომისია, რომელიც არის აღსრულებელი ორგანო, გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოები არიან საბჭო ლიდერთა და ევროპარლამენტი და ევროკომისია აღასრულებს. სწორედ ევროკომისიამ უნდა დაწეროს, ეხლა კიდევ წარუდგინოს ევროპარლამენტს მოხსენებები, ცალკე მოხსენებები უვიზო რეჟიმის შესახებ. აი უკვე აქ ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, მივადევნებთ კურსს, რა რეკომენდაციას გაუწევს ევროკომისია ლიდერებს და ევროპარლამენტარებს, რას მოითხოვს ევროკომისია გაუჩერდეს თუ არა საქართველოს. ბოლოს შეხვედრაზე, როგორც გვახსოვს, ითქვა იმის შესახებ, რომ აქ საუბარი შეიძლება იყოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და არა ზოგადად ქვეყნისთვის. კი. ეს არის, აი, ბრიუსელში რაც საუბრები მიმდინარეობს, ძირითადად ეს ეხება რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ ასე ვთქვათ, მათთან დაკავშირებულ ადამიანებს, ბიზნესმენებს, რომლებიც ამ რეჟიმს აძლიერებენ, მედია მფლობელებს და ყველა იმ სხვათა შორის ქვედა რგოლის ადამიანებსაც, ასე ვთქვათ, ეს იქნება რეგიონალური მთავრობები, საკრებულოები თუ იგივე მოსამართლეები, აი ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ რეპრესიებში რეჟიმს ეხმარება და თანამონაწილეობს. დიახ, მათზე არის საუბარი. კი ბატონო, და საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, თქვენ თქვით, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეწირულია. ეს ნიშნავს, რომ თუ ეს გაფართოების ტალღამ უჩვენოთ ჩაიარა, შეიძლება შემდეგ გაფართოება როდის იქნება, ან იქნება თუ არა, არავინ არ იცის. ხო, ანუ ეს ნიშნავს, რომ შეიძლება დავრჩეთ საერთოდ ამ ტალღის მიღმა ჩვენ. კი, არის ეს ამის საშუალება. ერთი არის ის, რომ დღეს ვისაც მოლაპარაკებები გაეხსნება იმ ქვეყნებს, მათ ტალღას საქართველო ვერ დაეწევა თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია საქართველოში. თუ ძალიან მალე შეიცვალა სიტუაცია, შეიძლება დაეწიოს, მართლა შეიძლება დაეწიოს, იმიტომ რომ საქართველო არ არის უზარმაზარი ქვეყანა, არ არის მაგალითად ომში მყოფი ქვეყანა, როგორც უკრაინა, მის ასე ვთქვათ, ინსტიტუციურ სისტემებს, რაც დღეს აქვს. შეიძლება მალე მოევლოს თუ ისეთი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, რომელსაც მოინდომა, რომ დემოკრატიული რეფორმები მართლა გაატაროს. რაზეც, რა თქმა უნდა, ადრე ბიძინა იმანიშვილის პარტია ადრე იყო თანახმა და სხვათა შორის ძალიან ბევრს მუშაობდნენ ბრიუსელშიც, რომ დაემტკიცებინათ, რომ გარკვეულ რეფორმებს აკეთებდნენ და შემდეგ, რომ დღეს უკვე შეიცვალეს რადიკალურად, რა თქმა უნდა, როგორც ვიცით, მიდგომა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ აი ეს გაფართოების ეს ტალღა წავიდა, მართლა ჩვენ შეიძლება გარეთ დავრჩეთ, ანუ შეიძლება მართლა საქართველოს შემდეგ რამდენიმე წელიწადში წამოიწყოს ეს პროცესი, თუ კანდიდატის სტატუსი შეუჩერდა და მალეც დაამთავროს, იმიტომ რომ ეს საქართველოს შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ ეხლა გახსნილი ფანჯარა შესაძლებლობების არის უნიკალური. და შემდეგ რაც არ უნდა შილაკაკუნო ამ კარებზე შეიძლება აღარ გაიღოს, იმიტომ რომ აი ამ უდიდესი გაფართოების ასე ვთქვათ, გადამუშავება მოხდეს, ანუ რაც ეხება უკრაინას, ამ შემთხვევაში მე გულისხმობ 40 მილიონიან ქვეყანას, რომელიც არის ძალიან ძნელი ასაშენებელი ახლიდან და ამაზე თემი ენერგია წავა. ამიტომ აი იმ კარებში, რომელშიც შედის შეაბიძებს ფართოდ უკრაინა, გვერდით თუ საქართველო და მოლდოვეთი წაყვა ძალიან კარგი. თუ საქართველო ვერ წაყვა,
უკვე აღარავინ აღარ იცის, როდის შეიძლება ეს შანსი საქართველოს კიდე გაუწდეს. ამიტომ ტოვებს დღეს აი ამ მოხსენებაში, რომელსაც ხვალ ოფიციალურად ევროპარლამენტის წინაშე ევროკომისარი მარტა კოსი წარადგენს, იქ შავი თეთრზე წერია, იმიტომ რომ მეც გადავიკითხე, რომ საქართველოს ევროკავშირი კარს ღიას უტოვებს, არ ხურავს, დღეს არ ამბობს, რომ თქვენ გარეთ დარჩებით ამ ტალყიდან. ანუ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი თეორიულად საქართველოსთვის, რომ ამ მატარებელს აი ამ ტრიოს, რომელიც დიდი ხანი არსებობდა და რომლის ლიდერიც საქართველოს იყო, მოლდოვეთი, უკრაინა და საქართველო, ჯერ კიდევ აი ამ მატარებელს, ამ ტრიოს მატარებელს საქართველოს ვაგონი არ ჩამოექცნას. გასაგებია, ნუ ეს კარგი ამბავია ერთადერთი, ასე ვთქვათ, ნუგეში ამ ამბავში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თამარ გუგელაშვილი, ევროპარლამენტის წვანთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი, გვერდებოდა ბრიუსელიდან და ჩვენი სტუმარია სტუდიაში ლევან ცუსკირიძე, მოძრაობა თავისუფლების მოედნის ლიდერი. მოგესალმებით, ბატონო. სახელმწიფოს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ის რომ ბრიუსელში არ არის საქართველოს წარმოდგენილი, ხო, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან გასხვავებით, კიდევ ერთხელ წავიკითხა 20 ნოემბერს ბრიუსელში გაფართოების სამიტი გაიმართება. გაფართოების სამიტში ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილჟოი სპაჟიკი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ქრისტიან მიცოსკი და ევროკომისარი გაფართოების საქმეში მარტა კოსი. ჩვენ არა ვართ, არადა უნდა ყოფილიყავით, ხო? საქართველოს მხრიდან პასუხი ამაზე არის, რომ ბრიუსელმა დაკარგა ევროპული ღირებულებები. რას ნიშნავს ეს საბოლოო ჯამში? ნიშნავს იმას თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ მალე ღიადაც გვეტყვის, რომ აღარ აინტერესებს ევროკავშირში ინტეგრაცია შეიძლება აქამდე მივიდეს. ნუ ქართული ოცნების ადგილი არის იქ, სადაც რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ, ხო, ჰამასის და ჰეზბოლას გვერდით და პრინციპში იმ სისასტიკით და პრინციპში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ტერორს თვითონაც ანხორციელებს, ესე რომ მანდ არის მაგათი ადგილი. რაც შეეხება საქართველოს, არის ძალიან სამწუხარო ეს რეალობა და ჩვენთვის ძალიან დიდი დრო, ძალიან ძვირფასი დრო იკარგება, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენს გემახსოვრებათ ადრე დისკუსიები, მაშინ როდესაც საქართველო იყო რეალური ლიდერი აი ამ ტრიოსი აღმოსავლეთ პარტნიორობის, ხო, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ჩვენ საექსპერტო პოლიტიკურ წრეებში ხშირი იყო დისკუსია, რომ ცუდი ხომ არ არის, რომ ამ ჩვენ გვიხილავენ როგორც აი ამ ტრიოს ნაწილს, იმიტომ რომ უკრაინა და მოლდოვა უკან გვეკაჭება და ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად წავიდეთ წინ და უფრო სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში და უფრო ინტენსიური ურთიერთობები ქონდა. ესენი იყო დისკუსიები განიხილებოდა აკადემიურ კონფერენციებზე, შეხვედრებზე, პოლიტიკურ დისკუსიებში. და ეხლა საქართველოს აი ის გვიხარია, როგორც უსმენდი მეც ხო თქვენ საუბარს, რომ აი ფანჯარა რჩება ღია. აი ჯერ არ დაგვიხურეს. კი, და ჯერ არ დაგვიხურეს, მაგრამ აი რეალობაში რომ შევხედოთ ხომ დაუშვათ რომ ხვალ მოვახერხოთ ჩვენ ქართული ოცნების ჩამოცილება და მის ადგილას მოვიდეს უკეთესი პროევროპული ძალები, თუნდაც ეს ხვალვე მოხდეს, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან დიდი დრო იმისთვის რომ აღვადგინოთ ნდობა და აღვადგინოთ ეს ურთიერთობები და კიდევ კარგი რომ ეს მცირე სარკმელი ჯერ კიდევ რჩება, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დაჭირდება იმას, რომ ვიღაცამ შენ დაიმსახურო ისევ ევროპული საზოგადოების ნდობა და ისევ გაგიღონ ეს კარი და თან ეს კარი გააღონ სპეციალურად შენთვის. იმიტომ რომ ახლა ეს კარი ფართოდ არის ღია და მასში წარმოიდგინეთ უკრაინას, მოლდოვას ეპატიჟებენ და საქართველოს შეძლო პირველი შესულიყო. პაკეტში სხვებთან ერთად უფრო ის არის, ხო? ეხლა მარტო შენთვის რო გააღონ, ეხლა ეს წარმოუდგენლად ძალიან რთული ამბავია და ნუ მაშინ ეს არის, ეხლა ეს რეალურად ჩვენ ქართული ოცნების გამო შეიძლება დავკარგოთ ისტორიული, ეპოქალური შესაძლებლობა იმისა, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ 5 წელიწადში და სულ რამდენიმე წელიწადში ყველა ქართველის ცხოვრება 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ გაუმჯობესდეს. დაწყებული სოციალური, საპენსიო, ეკონომიკური შემოსავლა, აი შევხედოთ, როგორი ქვეყნები იყვნენ ევროკავშირში, როდესაც შედიოდნენ მაგალითად, თუნდაც პოლონეთი, თუნდაც რუმინეთი, თუნდაც ბულგარეთი და რამდენიმე წელიწადში როგორ გაიზარდა მათი ეკონომიკა, როგორ გაიზარდა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ის კი არა რაღაც ციფრები არ ახუნონ, ეხლა როგორც ქართული ოცნება აკეთებს, რომ 6%-იანი ზრდა გვაქვს და ევროპელებს უნდა შურდეს. არა, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა როგორ გაიზარდა, როგორ უსწრაფად გაეხსნათ მათ შესაძლებლობა, რომ კრედიტი აიღოთ არა 25%-იანი,
არამედ 1%-იანი, ან სულაც უპროცენტო. როგორ გაეხსნათ უცბად შესაძლებლობა ამ ადამიანებს, რომ უფასო ფული ივანიშვილი ხო, ივანიშვილი, რომ უცბად ესარგებლად თქვათ ევროპული სამედიცინო სერვისებით, ხო? იქაური დაზღვევა ყოფილიყო. როგორ შეასრულეს დაპირება და ხო, ევროკავშირშიც გზას გვიკეტავენ ფაქტობრივად ასე გამოდის, ხო? ანუ ესენი ამათ უნდათ რეალურად ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, ანუ რეალური ამოცანა ქართული ოცნების რა არის? კორუფცია, ეს არის მათი ამაზე, ეს არის მათი სალოცავი. კორუფცია არის მათი სალოცავი. ქართული ოცნება არის შექმნილი კორუფციისთვის და ქართული ოცნება არსებობს კორუფციით. არაფერს ესენი ებრძვიან ერთმანეთს, ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, თორე ეხლა წარმოიდგინეთ პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თუ ყავს კორუმპირებული, ეს ადამიანები ხო იზოლაციაში ფულს ვერ იპარავენ, ეს ნიშნავს, რომ იმისთვის რომ მათ ფული მოიპარონ, თელმა სისტემამ უნდა ითანამშრომლოს ამ ადამიანებთან, ხო? პოლიციამ, პროკურატურამ თვალი უნდა დახუჭოს, სპეციალისტებმა სამინისტროში თვალი უნდა დახუჭონ, ყველამ უნდა გასცეს ნებართვა. ეს მომობ ოფიციალურ სტრუქტურებზე. მაგრამ რა თქმა უნდა, ქართული ოცნება იმდენად ვერტიკალურად აწყობილი ორგანიზაცია, იმდენად ყველა სუთვალთვალებენ, იმდენად ყველა კონტროლის ქვეშ არის, რომ ეს ვერ იარსებებდა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ამიტომ ქართული ოცნების ამოცანა არის კორუფცია, რომ მუდმივად აი ამ წარმოუდგენელი რაოდენობის ფული, ჩვენი ფულითან რა, შეჭამონ და რაღაც მატრასებში ამოკერონ და იქ დაიძინონ მერე ბედნიერად და ამისათვის სჭირდებათ იზოლირებული, გაუნათლებელი და ჩაკეტილი ქვეყანა. ამიტომ აწარმოებენ ახალ კანონს საჯარო სამსახურზე, ამიტომ იწყებენ ამ განათლების ვითომ რეფორმას, ინამდვილეში განათლების დეფორმაციას და მოსპობას და ჩამოცილებას მისი ევროპული სივრციდან, ამიტომ ებრძვიან მედიას, ამიტომ კრძალავენ ოპოზიციას, რომ ხმის ამომღები არავინ აღარ დარჩეს და ამიტომ ეხლა გადის ეს ბრძოლის ველი, რასაც ჩვენ ყველანი ვართ, ხო, ვინც ვართ, ან რუსთაველი იქნება თუ პოლიტიკურ წინააღმდეგობაში თუ სადღაც სხვაგან, ხო? აქ ხო არავინ არ იბრძვის იმისთვის, რომ მე ან ვიღაცას რაღაც თანამდებობა გქონდეს. არა, იმიტომ რომ ეპოქალურ შანსს კარგავს საქართველოს, რომ წელში გაიმართოს არა ვიღაც კორუმპირებული ჩინოვნიკი, აი დღეს 71 წლის ადამიანი დააპატიმრეს ჩაშოს ციხეში. და ადამიანი, რომელსაც ასეულობით მილიონი აქვს მომოპარული, თავისუფალი დადის რა. თავისუფალი და რა ბედნიერია და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ბედნიერი, ჩვენი ქვეყანა იყოს შეძლებული, ოჯახები იყოს შეძლებული და ამისთვის გვინდა ეს ევროკავშირი, ხო ეს რაღაც ის ხო არ არის გაუგებარი ღირებულებები. ხო, ნუ კი ბატონო, მაგრამ ამისთვის ჩვენ ხედავთ რომ ხელისუფლება რასაც აკეთებს, ანუ პირიქით დგამს ნაბიჯებს, აგერ ახლა ფაქტობრივად მათი ექსპერტების დიდი ნაწილი უკვე ღია დალაპარაკდა, რომ ევროკავშირი საერთოდ არ გვინდა, შეიქმნა პარტია ნეიტრალური საქართველო და საუჯამში აქეთკენ მივდივართ, არ ვიცი თქვენ დამეთანხმებით ამაში, რომ უკვე შეიძლება ღია აქამდე თუ გვეუბნებოდა, რომ 2030-ისთვის ჩვენ გავწევრიანდებით, 2028-ში ჩვენ მზად ვიქნებით და ასე შემდეგ და შეიძლება ერთ დღეს გითხრან, რომ არაფერში არ გვჭირდება ეს ევროკავშირი. აუცილებლად გეტყვი. ხო, აქამდე შეიძლება მივიდეთ და სანამ აქამდე მივალთ, მანამდე რას აკეთებს ოპოზიცია, მოდი ამაზეც ვისაუბროთ, რა შეიძლება ამ ყველაფერს დაუპირისპიროს ოპოზიციამ. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, დღეს პოლიტიკურ პროცესს რეალურად ქმნის ერთი მხრივ ხელისუფლება, რომელიც დგამს იმ ნაბიჯებს, რასაც დგამს, ჭანჭიკების მოჭერა, კანონმდებლობის გამკაცრება, აგერ პარტიების აკრძალვა, ასე შემდეგ, მეორე მხრივ ის ხალხი, ვინც დგას რუსთაველზე, აქტივისტები და ხელისუფლება. პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ თითქოს გამქრალია პოლიტიკური პროცესის ამ რაღაც შექმნიდან. და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ვითარების გამოსწორება? კი. უპირველეს ყოვლისა მე ვიტყვი რომ ის რომ ესენი გვეტყვიან ევროპა, რომ ევროპა აღარ გვინდა, ეს უკვე გვითხრეს 28 ნოემბერს გასული წლის, ხო? მაგ გითხრეს დროებით. ეხა ხო, კი ერთი წელი გადის და შეიძლება ეგ თქვა, ხო? რაც შეეხება ამ ექსპერტებს, რომლებიც ამებზე საუბრობენ, ხო? ცოტა უკან თუ გადავახოთ სოციალური მედია იქნება ხაინდრავა და ვიღაცა და ვინც მანამდე რას ლაპარაკობდნენ, ხო? მანამდე რას ლაპარაკობდნენ, სრულიად საპირისპიროს. ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველმაც უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობდა რამდენიმე წლის წინ. და ხვალ რო დაჭირდეს ბიძინა ივანიშვილს და ამ ხალხს უთხრათ, რომ ეხა სხვანაირად ილაპარაკეთ და თქვით, რომ ევროკავშირში შესulis გარდა არ არსებობს არანაირი ალტერნატივა.
ეს ხალხი ამას ილაპარაკებს უსირცხვილოდ რა. ამიტომ ამ ადამიანებს არ უნდა ვენდოთ, რომლებიც გუშინ სულ სხვა რამეს ლაპარაკობდნენ და დღეს სულ სხვა რამეს ლაპარაკობდნენ რა. დღეს რა ვიცი, იმედის კარდი ამომიგდო Facebook-მა 2018 წლის, სადაც ოცნება ეხატა როგორც ევროკავშირის ვარსკვლავებით ქუჩაში ესე გამოსული და იქით იყო რაღაც 2020 წლის არჩევნებზე ეგრე არა ღირსებით ევროპისკენ მიდიოდნენ და ასე შემდეგ. ანუ პატივცემულო ოცნების დარჩენილო მხარდამჭერებო. ეს ხალხი გატყუებენ ყოველდღიურად უსირცხვილო და ეგ თქვენ თვითონაც რა ვიცი მე მგონი ნათლად ხედავთ. ხა რაც შეეხება ოპოზიციას, ის ვინც დგას რუსთაველზე, იმის ნაწილი ვართ ასევე ჩვენს პოლიტიკოსებიც, ხომ? ეს ხომ არ არის რაღაც სალკენ საზოგადოება. რაც შეეხება ჩვენ საქმეებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გეგმა და პოლიტიკური ხედვა არსებობდეს იმისა, თუ როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ამას ჭირდება რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება და ამ პირობის დასაკმაყოფილებლად ჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და სწორედ ამიტომ ჩვენ თავისუფლების მოედანი ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულებაა, როგორც თქვენ შენიშნეთ, სწორად რომ ხალხს შევთავაზოთ ბრძოლის გზა, რომელიც იქნება ნათელი, თანმიმდევრული და გამოჩნდება, რომ აი ჩვენ თუ ამ გზაზე ვივლით, ჩვენ მივახცევთ წარმატებას და სწორედ ამიტომ იყო, რომ გასულ კვირას ორშაბათს გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა. ჩვენი 10 ნაბიჯი იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს და უკვე ჩვენს მაყურებელს უთხრათ, მოკლედ ამ თავარი რა არის, რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს და რამდენად ეს არის ან შესრულებადი, ან რა დროში არის შესაძლებელი. ხო, რა უნდა გაკეთდეს? ნუ ორ ძირითად ასე ვთქვათ, ქვაკუთხედზე დგას ეს გეგმა. ერთი არის შიგნით, ქვეყნის შიგნით პროტესტ და ეს არის მთავარი და გადამწყვეტი. მე არ მგონია, რომ საქართველოს ბედი ან ბრიუსელში ან სადმე გადაწყდება, აქ გადაწყდება საქართველოში და თბილისში და ეს არც ერთ პოლიტიკოს არ უნდა შეეშალოს და არ უნდა ეგონოს, რომ უცხოეთი რაღაცა არის მთავარი ამბავი. მთავარი არის აქ. აქ არის მთავარი რა? აქ არის მთავარი პროტესტის გაფართოება. კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვა ამ წინააღმდეგობაში. ბევრი იმ ადამიანისთვის, რომელიც თანაუგრძნობს წინააღმდეგობას, მაგრამ ვერ ახერხებს აი დღეს არსებულ საპროტესტო თუ წინააღმდეგობის ფორმებში რაღაცნაირად მონაწილეობას, ფიზიკური თუ სხვა შეზღუდვის გამო, მათაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ რაღაც თავისი წვლილი შეიტანონ. კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს, კიდევ უფრო ხილვადი უნდა გახდეს ჩვენი პროტესტი, კიდევ უფრო მეტ ადამიანთან უნდა მივიდეს. ბევრი რამით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც საზოგადოებას აწუხებს, არის ის, თუ კარგი გავიგე რომ ოცნება არ მომწონს, მაგრამ სად არის ის ხალხი, რომელიც რაღაც სიახლეს შემთავაზებს? სად არის ალტერნატივა? სად არის, ვინ არის ალტერნატივა? და ეს ალტერნატივა რას მპირდება, რეალურად რას გააკეთებს? ის კი არა რაღაც ზღაპრები მოუყვე, რაღაც 20 წლის მერე და 30 წლის შემდეგ რა იქნება? არა, უთხრა რომ ხვალ რა მოხდება, ან ხვალ რა არ მოხდება. ამიტომ მე მგონია, რომ ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ალტერნატივა პასუხი ამ კითხვაზე თვითონ თავისუფლების მოედანია. და ის ადამიანები და თანამებრძოლები, რომლებიც არიან თავისუფლების მოედანთან. თქვენ გაქვთ ის ძალა, რომ იქცეთ ალტერნატივად ამ ხელისუფლების? მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მარტო ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, ცალკე აღებული რა თქმა უნდა და ჩვენ გვჭირდება თანადგომა, მხარდაჭერა, მეტი თანამოაზრე, მეტი თანამებრძოლი და ასე შემდეგ. მაგრამ სხვა პოლიტიკური პარტიების გარეშე. ჩვენ კიდევ სულ არ ლაპარაკობ, რომ ერთიანობა უნდა იყოს ალტერნატივა. თავისუფლების მოედანმა არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ყოველთვის მზად ვართ ერთიანობისთვის, ნაბიჯები გადავდგათ და ყველა მაგიდა, რომელიც იყო, სადაც იყო დისკუსია ერთობლივად რაღაცების გაკეთებაზე, ჩვენ ვიყავით პირველი, რომელიც ამ მაგიდას ანაწყობდა, ანიჯდა და ვიყავით ბოლო, რომელიც მას ტოვებდა ხოლმე. მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ვალდებულება, რომ ჩვენი ხედვა შევთავაზოთ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ რაიმე არის, აი ამ კორუმპირებული პოლიტიკური თამაშის წესების ალტერნატივა არის სწორედ ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, როგორც არის ამ შემთხვევაში თავისუფლების მოედანი, რომელიც არის სუფთა წარსულით მცოდნე ადამიანები და პრინციპული ადამიანები, ოპორტუნისტები კი არ არიან, რომ აი ახლა ოპორტუნისტები რო ვიყოთ, საერთოდ არ დავიწყებდით ამ საქმეს, ხო? არა, რომლებიც თანმიმდევრულად ამ საქმეებზე და ამ ღირებულებებს უჭერდნენ მხარს და ახლა უკვე პოლიტიკურ ველზე აგრძელებენ, ხო ეს ერთი. მეორე არის, რომ რა იქნება და ესეც მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჭირდებათ პასუხი იმაზე, რა შეიცვლება და აქაც მე მგონია თავისუფლების მოედანმა რამდენიმე ძალიან საინტერესო ინიციატივა წარმოვადგინეთ უკვე ილუსტრაციის კანონის სხვადასხვა თავდაცვაზე და მშვიდობაზე სხვათა შორის და ახლა ჩვენ შევპირდით საზოგადოებას, რომ 30 დღეში საქართველოს უსაფრთხოების ახალ კონცეფციასაც წარმოვადგინეთ, იმიტომ რომ აი ნახეთ, ქართული ოცნება ბევრს ლაპარაკობს მშვიდობის დაცვაზე. და ამბობს, რომ აი წინა რეჟიმმა დაიწყო ომი, ისინი არიან სისხლიანი რეჟიმი და შემდეგ და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას და სინამდვილეში
სააკაშვილის მმართველობის დროს შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა აქვს, რომელიც 2011 კონცეფცია აქვს, რომელიც 2011 წლის შემდეგ არ განახორციელეს. ესენი არის მნიშვნელოვანი. გავიგე, ხა მნიშვნელოვანი თემა. არა მხოლოდ ჩვენ ხო ვართ ხა ცოტა განსხვავებულ ეტაპზე. კი ბატონო. ქუჩაში არის პროცესი გადასული. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის რაღაცა საპარლამენტო მუშაობის შეიძლება ნაწილი იყოს. ანუ ისეთი პოლიტიკური პროცესი, სადაც პოლიტიკა იწარმოება პარლამენტში, კაბინეტებში და ასე შემდეგ, მაგრამ ქუჩაში როცა იწარმოება და საუბრობთ რომ ხალხი არის ქუჩაში გამოსაყვანი, ეხლა უსაფრთხოების ახალი კონცეფციით ხალხი არა, ეს არის ერთი მაგალითი. ხო, ამიტომ ამბობ რომ ამისთვის რა უნდა გაკეთდეს? აი ამისთვის ორი ახალი პროტესტი რაღაც მინავლებისკენ კი არ წავიდეს, არამედ პირიქით ამოიქაჩოს. ორი ახალი მინავლობჯერემ დაწერა რომ არჩევნებისთვის უნდა ემზადოს პოლიტიკური სპექტრი და qual იქნება ზეგ იქნება თუ არ ვიცი. ეხლა ნინო იქნება ჩვენ შემდეგი სტუმარი. და ვკითხავთ ამის შესახებ. შეიძლება 3 წლის მერე 2028 წლის არჩევნები, არ ვიცი, მაგრამ ის შესწომები უნდა გავითვალისწინოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. თქვენ როგორ ხედავთ ამ? ჯერთი ეს, რა ვიცი, ეს არის აქსიომა და არაფერი ახალი ამაში არ არის, რომ პოლიტიკური პარტია რო ხარ არჩევნებისთვის უნდა იყო მზად, ანუ რა თქმა უნდა, აბა რა თუნდა ამას დიდი ამბავი. რაც შეეხება ქუჩის ამოს, ხო მე რო ლაპარაკობდი ამ რაღაც პოლიტიკის ხედვაზე, ეს არის მხოლოდ მაგალითი იმისა, რომ საზოგადოებას არ ჭირდება მხოლოდ ის, რომ იცოდეს, რომ ვიღაც ცუდია. უნდა იცოდეს, ვინ არის უკეთესი და რას გააკეთებს. მაგრამ რაც შეეხება ქუჩის და პროტესტის ამბავს, ხო? აი გასულ კვირაში, დღეს დავაანონსეთ ორი ახალი ამბავი, რომელსაც რეგულარულად გავაკეთებთ. ხო, ჯერ ერთი ისაც ხდება განათლების სისტემაში, უკიდურესად საყურადღებოა, იმიტომ რომ ეს მოსპობს ჩვენი შვილების მომავალს, რომ ნორმალური განათლება მიიღონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი. ამიტომ ყოველ სამშაბათს ხვალიდან მოყოლებული ჩვენ გვექნება ჩვენ მეგობრებთან ერთად მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის და ქართული განათლება საფრთხეშია, მათთან ერთად კიდევ სხვებსაც შეუძლიათ ამაში მონაწილეობა მიიღონ რეგულარული საპროტესტო შეკრებები კონკრეტულად განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომ ვილაპარაკოთ რა ემუქრებათ მოსწავლეებს, რა ემუქრებათ მასწავლებლებს, ლექტორებს, სტუდენტებს და საერთოდ რა ემუქრება ქვეყანას, როდესაც უნივერსიტეტის კორპუსებს გაყიდიან და მათ ადგილას ააშენებენ რაღაც სავაჭრო ცენტრებს, სადაც ეს კორუმპირებული პოლიტიკოსები საშოფინგოდ წავლენ ხოლმე ქართული ოცნების. ამაზე ვილაპარაკებთ. ყოველ ორშაბათს თავისუფლების მოედანი იმისთვის, რომ რუსთაველზე გავაძლიეროთ პროტესტი, სამშაბათს ასევე უფრო გვიან ოღონდ გვექნება ჩვენი ანგარიშის დღე, როდესაც ჩვენ მივალთ იმ ხალხთან, ვინც იქ დგანან და ვეტყვით რა გავაკეთეთ, რა გავაკეთეთ, მათ მოსაზრებებსაც მოვისმენთ, ხო? გუშინ დავბრუნდით და დავიწყეთ ტური მთელი საქართველოს გარშემო. ეს შეხვედრები ის ჩვენი საზოგადოებას და ზოგი იქნება საჯარო, ზოგი იქნება არასაჯარო, იმიტომ რომ ხალხი არ დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ იცით როგორი ზეწოლა ადამიანებზე, მაგრამ სადაც ფიზიკურად შევძლებთ და სადაც კიდე სხვა ვალდებულებებთან ერთად მოვახერხებთ, ყველა ადამიანთან მივიტანთ ამ ხმას და ყველგან ვიპოვით თანამოაზრებს და დავეხმარებით ადამიანებს, რომ ორგანიზდენ პროტესტში რა უნდა შეიცვალოს თქვენი აზრით, თქვენი აქტივობა გასაგებია, მაგრამ ზოგადად პროტესტი, რომელსაც მარტო თქვენ არ ხართ, ხო? პროტესტის ასე ვთქვათ, წარმომადგენელი, ჭირდებათ უნდა გადავიდეთ თუ რა ახალ ეტაპზე, ჭირდება მას თუ არა საერთო საორგანიზაციო კომიტეტი, ჭირდება თუ არა უფრო მეთოდური ბრძოლა და ეს თავგანწირვა გასაგებია, ხო, მაგრამ ახლა როდემდე შეიძლება ციხეში წავიდეს, ხო, ეს ადამიანი მე ერთწლიანი ციხე არის. აი აქ რა ხედვა გაქვთ? ხო არ ფიქრობთ რომ რაღაცა სხვა ქუჩის გადაკეთების მაგრამ სხვა რამ უნდა გაკეთდეს? ხო არ ფიქრობთ რომ ვთქვათ ყოველდღიური თუ არ გამოდის ბევრი ხალხი, მაგალითად როგორც 26 ოქტომბერს იყო დიდი აქცია, ასეთი იყოს ოღონდ ყოველ კვირას. მაგალითად კვირაში აირჩიეს ერთი დღე, შაბათიან კვირა და ითქვას რომ დიდი მარში მოვაწყოთ, რომ ქუჩის გადაკეთება იყოს ლეგიტიმური და კანონიერი. აბსოლუტურად პროტესტის ფორმების გამრავალფეროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ფიქრობ, რომ ეს რუსთაველის გადაკეტვის ამბავი თუნდაც გარკვეული დროით არის მნიშვნელოვანი სიმბოლიზმის მატარებელი, მაგრამ არა გადამწყვეტი, მაგრამ რეგულარული პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის რუსთაველზე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს შეკრება ყოველ საღამოს, ხო, რუსთაველზე არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თანამოაზრეები შევიკრიბოთ და ისეთ თანამოაზრეები, რომელსაც ბრძოლა შეუძლიათ და ერთმანეთთან აზრი გავცვალოთ, ვილაპარაკოთ, გავამხნევოთ რაღაცებზე, ვისაუბროთ. ეს ერთი, მაგრამ ასევე მგონია, რომ როგორც თბილისის ცენტრალურ უბნებს უნდა გაცდეს ასევე პროტესტი, ასევე ჩვენ სხვა რეგიონებში, სხვა ქალაქებშიც უნდა მოვახერხოთ. ეს შეიძლება არ იყოს ისეთი ტიპის პროტესტი, როგორცაც ჩვენ ხედავთ რუსთაველზე, როგორცაც ჩვენ ხედავთ მაგალითად ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ან ქუთაისში ან თელავში, ხო, ადმინისტრაციულ ადგილებთან, მაგრამ იყოს სხვა ფორმით. ამას შეიძლება კონდეს
ერთგვარი ეკონომიკური ბოიკოტის სახით, შეიძლება კონდეს სხვადასხვა, ამიტომ ეს ფორმები უნდა ვიპოვოთ ინდივიდუალური იმ ჯგუფებთან შეხვედრით, კონსულტაციით და საუბრით, რომელიც დღეს ვერ არიან ასე აქტიურად ჩართული და ყველა საჭირო, ყველა ადგილს, ყველა თემს, ყველა ქალაქს, ყველა უბანს უპოვოთ ის, რაც მას ჭირდება და რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ ჩვენ გქონდეს ცოცხალი ურთიერთობა ადამიანებთან, ვისაუბროთ მათთან, როგორც მედიის საშუალებით და სოციმედიის, ასევე პირდაპირ და უშუალოდ და ვაჩვენოთ ადამიანებს. აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არის ძალიან გადამწყვეტი ჩემი აზრით პროტესტისთვის არის ის, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლით შეგვიძლია ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოცილება. და ამ ბრძოლამ ძალიან ბევრ შედეგს მიაღწია აქამდე და ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, არა იმიტომ, რომ რაღაც მოვიგონოთ და ხელოვნური იყოს, მაგრამ რაც არის რეალობა. ჩვენ წარუმატებლობას ვსწავლობთ და წარუმატებლობას. კი ბატონო, შეკრება იყოს რუსთავებზე, მაგრამ კვირაში ერთხელ რო დიდი აქცია. კი მე ამას ხარს უჭერ. არა, აბსოლუტურად ბოდიშკი, ამომსჭა, მე ამას ხარს უჭერ, რომ იყოს რეგულარულად კიდევ უფრო მასშტაბური შეკრებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან პირველ კორპუსთან ჩვენი შეკრებები გახდება რეგულარული, ყოველკვირეული, საკმაოდ სოლიდური ძალა ამ საპროტესტო მოძრაობაში, იმიტომ რომ ეს იმხელა საზოგადოებას ეხება და ეხება პირდაპირ და ძალიან მტკივნეულად, რომ ამაზე თუ ხმა არ ამოიღო ადამიანმა, მაშინ ესე იგი აღარც თავის შვილის მომავალი აინტერესებს, აღარც თავის მეგობრის და არც თავისი ოჯახის, ხო? და არც ქვეყნის და დარწმუნებული ვარ და ხედავთ ამას ჩვენ ახლა განათლების სექტორს ვიცნობთ კარგად და ვიცით რამხელა უკმაყოფილება და ბრაზია ამასთან დაგროვილი, ხო? ეს იქნება. ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც, როგორც იყო გასული 26-ის აქცია, მომავალში მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმაზეც, რომ 28-შიც რაღაცა ერთობლივად კიდე და ასეთი რაღაცები მნიშვნელოვანი მოვლენებია. ამიტომ რეგულარული წინააღმდეგობის აქტები, რეგულარული პოლიტიკური პროცესი, რაც პოლიტიკური პარტიების ვალდებულება ამას ჩვენ შევქმნით, ეხლა ჩვენ მართლა ვერ დაველოდებით სხვები როდის ვინ რას მოიფიქრებს და მე ყველა როდის შევთანხმდებით, ხო? იმიტომ რომ საზოგადოებაც ელოდება იმას, რომ მითხარი რას ვაკეთებ. ჩვენ ჩვენი გზა დავსახეთ და ვთქვით, რომ ეს არის ჩვენი გზა და ვინც გამოყვება, მათთან ერთად ამ გზას აუცილებლად გავივით. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ლევან ცოცხლიძე, მოძრაობა თავისუფლების მოედნის ლიდერი და როგორც ის საუბრობს, თავისუფლების მოედანი წავა თავისი გზით. მათ შორის, იქნება თანამშრომლობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც. ვნახოთ ეს გზა სადამდე მიგვიყვანს და როგორ. ჩვენ შემდეგი სტუმარი იქნება ნინო ლომჯარე, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელმაც Facebook-ზე ასეთი რამ დაწერა, მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რა არის გასაკეთებელი და რა უნდა იყოს მომავლის გეგმაო. იქ საუბარი არის ცელი ჩამონათვალი, რა შეცდომები იყო დაშვებული, ამაზე ვისაუბრებთ მასთან ერთად და შემდეგ საუბარობს ქალბატონ ნინო იმის შესახებ, რომ თავარი არის, რომ ეხლა ეს შეცდომები გაანალიზოს პოლიტიკურ ასპექტმა და იგივე აღარ დაუშვას იგივე შეცდომები და მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელი არჩევნებისთვის ეს კი არის საინტერესო თემა. მოგესალმებით ქალბატონ ნინო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ ამ ასე ვთქვათ კითხვითაც, რომელი არჩევნებისთვის? მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე 1 წელია თითქმის შეიძლება შესრულდა კიდევაც, რაც უწყვეტი პროტესტია თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაკვეთა საზოგადოების, საპროტესტო საზოგადოების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არჩევნებისთვის მომზადება არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ამ გაზაფხულზე, იქნება, არ ვიცი, 60 დღეში თუ 2 წელიწადში თუ 3 წელიწადში, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სავალდებულო რამ, ეს არის მე ვფიქრობ, რაღაცა უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის. თუმცა მოდი დავიწყოთ თქვენ პოსტში რასაც საუბრობს, ეხლა ალბათ ყველა ვერ წაიკითხა და ამიტომ მინდა რომ ეს თემები გავშალოთ უფრო საინტერესო, ანუ შეცდომებზე საუბრობთ. ჯერ მოგოდით უთხრათ ჩვენს მაყურებელს, თქვენი აზრით რა შეცდომები იყო დაშვებული და რა არის შესაძლებელი. კი, მე ვფიქრობ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, შეიძლება უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც ზოგადად ოპოზიციურმა
სპექტრმა დაუშვა ძალიან ისეთი შეცდომები, რაც ვფიქრობ, რომ არ უნდა დაეშვათ, იმიტომ რომ ძალიან ნათელი იყო, მე ვფიქრობ, ძალიან ცალსახა იყო, რა იყო საზოგადოებრივი დაკვეთა, რა იყო საზოგადოებრივი მოლოდინი, რა შეიძლება ყოფილიყო უფრო ეფექტური სტრატეგია რეჟიმთან დასაპირისპირებლად, მით უმეტეს გაყალბების იმ მასშტაბის მოლოდინის პირობებში და მე ვფიქრობ, რომ ეს არ ვიცი ხა რამდენად აქვს აზრი ამაზე საუბარს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ჩემთვის უპატიებელი შეცდომებია როგორც მოქალაქისთვის. შემდგომში ასე ვთქვათ აღარ გამიორდეს, ამიტომ ვისაუბროთ. კი ბატონო, 2024 წლის არჩევნებს ვფიქრობ, რომ ოპოზიცია მაქსიმუმ ორ პოლიტიკურ ძალად უნდა ყოფილიყო გაერთიანებული, იმიტომ რომ აქ რეალურად იყო წარმოდგენილი 4 შედარებით ძლიერი გაერთიანება და იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 2 პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი უნდა შექმნილიყო და აბსოლუტურად ყველა ლოგიკა იყო, რომ არა 4 ან 5, არამედ 2 ყოფილიყო. საინტერესო არის, რომ მაშინ როცა მართლა მათ გაერთიანებას აზრი ჰქონდა, იგივე გახარია და ლელო პრეზიდენტმაც კი ვერ დაითანხმა სალომე ზურაბიშვილმა რომ გაერთიანებულიყო. ვერაფრით ვერ დაითანხმა ისინი და ახლა ადგილობრივ არჩევნებზე გაერთიანდა. ანუ რეალურად რა შეძლებია გაერთიანება. მომრჩეველი და მოქალაქე რაღაცნაირად მოტყუებული სუხსნოფ იცი თავს, ან ბევრი მოქალაქესგან გამიგია ეს პოზიცია, რომ აი თუ შარშან პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო და ამსხდარი იყვნენ ერთად, იმიტომ რომ ეს ერთმანეთი მათთვის მიუღებელი იყო, მაშინ ეს წელს რანაირად გახდა, ხო, მისაღებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ შარშან ოპოზიციური პარტიებისთვის არ იყო კრიტიკული მომენტი, არ იდგა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მომენტი და ეხლა დადგა და შარშან არ იდგა ესეთი ვითარება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი სხვათა შორის ძალიან ხშირად ახსენებენ ხოლმე, რომ აი საზოგადოება ხომ არ გამოვიდა არჩევნების გაყალბების მერე ესე მასიურად, არამედ გამოვიდა ევროინტეგრაციის შეჩერების დროს. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ძალიან დიდი საპროტესტო ტალღა მძლავრი იყო, მაგრამ უფრო მძლავრი და მასშტაბური არ დაიწყო არჩევნების შემდეგ, იყო ის, რომ საზოგადოება ის იმედგაცრუება, რაც მიიღო გაყალბებული არჩევნებისგან, ეს იმედგაცრუების ტალღა მიმართა ოპოზიციური პარტიებისგან, იმიტომ რომ რაღაცნაირად იყო ესეთი განცდა, რომ მათ საკმარისად არ გაიღეს თუნდაც, საკმარისად არ დააყენეს საკუთარი პირადი მეაინტერესები რაღაცა საზოგადოებრივ საერთო მიზანზე უკან. თქვენ საპასუხო ამ პოსტს მოყვა რამდენიმე ირონიული, ასე ვთქვათ, პოსტი შემხვდა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, აქტიური ადამიანებისგან თუ ყოფილი პოლიტიკოსებისგან ან მოქმედი პოლიტიკოსებისგან, აქცენტით იმაზე, რომ რა მნიშვნელობა აქვს ხალ აპარაკს იმაზე, რომ ორი უნდა ყოფილიყო, ცალსაკე უნდა ყოფილიყო, ხო ამბობს ქალბატონი ნინოც და ყველა, რომ არჩევნები გაყავდა, ანუ ოპოზიციამ ისედაც მოიგო. ანუ მოუგია იმ ცალსაკე გასულ ოპოზიციას 4-ად რო გავიდნენ და არ გაერთიანდნენ, მაშინ რატო არის შეცდომა? თუ მოიგეს და არჩევნები გაუყალბესო, რაღა თვლის ამ ყველაფერს შეცდომა. არჩევნები გაყალბდა და ალბათ ამ ქვეყანაში თუ არ ვიცი 5-მა ან 10-მა კაცმა იცის როგორ გაყალბდა და რა მოხდა და ვინც საერთოდ საზოგადოებას ამაზე ინფორმაცია მიაწოდა, ალბათ ერთ-ერთი მეც ვარ, ხო, ჩემ კოლეგებთან ერთად, ამიტომ ამას ყველაზე მეტად მე ვიცი ალბათ როგორ და რა მოხდა და ნამდვილად ძალიან უპრეცედენტო გაყალბებას ჰქონდა ნამდვილად ადგილი, მაგრამ ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ხარ პოლიტიკოსი და ყველა ნიშანი იყო იმისა, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტოდ გაყალბდებოდა, შენი სტრატეგია არ უნდა ყოფილიყო, რომ მე შევდივარ სამართლიან და თანასწორ არჩევნებში, ხო, ანუ შენი სტრატეგია უნდა იყოს, როგორ გავაძლიერო მაქსიმალურად ოპოზიციის პოზიციონირება, იმიტომ რომ შენ ელოდები ძალიან მძიმე, მათ შორის რაღაცა ისეთ დარტყმებს, ხო, რაც არ არის თქვათ დაშვებული თუნდაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომ მომზადება აი ამ ტიპის ხელისუფლების ესე ვთქვათ საპასუხო დარტყმებისთვის ვფიქრობ, რომ არ იყო სათანადოდ სამწუხაროდ ეს, იმიტომ რომ მე ნიშნის მოგებით კი არ ვსაუბრობ, უბრალოდ ძალიან ძვირად დაუჯდა მათ თავად ამ პოლიტიკოსებს ეს ყველაფერი, პირველ რიგში ალბათ თავად საზოგადოებას, უამრავი ადამიანი არის ციხეში, სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც ძალიან მძიმედ დასრულდა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმედ დასრულდა ეს ყველაფერი. ასევე ხაზგასმით ვამბობ და არ ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ ვინმე მიმაჩნია გარიგებულად
ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ თუმცა ეს ბრალდებებიც ერთმანეთის მიმართ არსებობს, მე ნაკლებად მჯერა რომ გარიგება ხელისუფლებასთან ან ვინმეს აწყობდა, ან არ ვიცი, ციხეში წასვლა, ან საქართველოსდან გაქცევა, სამშობლოდან გაქცევა, ღირდეს რამე პოლიტიკურ გარიგებას. მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უფრო უარესი მოხდა, ხო? აქ საერთოდ ზოგი გავიდა, ზოგი აღარ გავიდა არჩევნებზე, ერთმანეთს ხო აღარ ეძახეს, ადგილობრივ არჩევნები დამთავრდა და მივიღეთ ასეთი შედეგი, რომ ერთი პარტია საერთოდ პარლამენტში დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ ერთხელ მიიღეს რაღაცა ერთად გადაწყვეტილება. ერთხელ ეს იყო პარლამენტში არჩევნის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს და აქაც კი უკვე ხო ბზარი გასვა და ერთი პარტია შებრუნდა უკან. ეხლა იმ პარტიასთან უკვე ერთობა ხო წარმოუდგენელია. აქეთ ლელო არის, რომელიც ჯერჯერობით რაღაც შუაში არის გაჩხერილი. ხო, ეხლა გახარია იყო მათი პარტნიორი და გახარემ ასეთი რამ გააკეთა, რასაც თვითონ არ ეთანხმებიან. აქეთ ეს პარტიები ლელოს საყვედურობენ იმის გამო, რატომ მიიღე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ანუ ისინი პარლამენტში შევიდნენ, ესენი საკრებულოში შევიდნენ. აქ როგორ წარმოგიდგენიათ, აწი როგორ უნდა მოხდეს, ამათ შორის ან ერთობა, ან არ ვიცი. კი ბატონო, მე ცით რას ვფიქრობ, რომ ზოგადად ძალიან მალე მე ვფიქრობ, რომ აი პარტიების დასახელებები და პარტიული ნომრები და ესეთი ზღვარი პარტიებს შორის ალბათ წაიშლება. სულმცირე იმიტომ, რომ რამდენიმე პარტია შეიძლება საერთოდ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს და საერთოდ გაუქმდეს. არ ვიცი, სხვებს კიდე რა ბედი ელოდებათ. ამიტომ მე ნაკლებად ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე პოლიტიკური რაღაცა კომბინაცია იქნება მომავალი არჩევნებისთვის, რაც თქვა წინა არჩევნებზე იყო, ხო? ანუ მაინც და მაინც ამ 4 რაღაცა კოალიციას, ან რაღაცა 5 კოალიციას შორის ტექნიკური გაერთიანება უნდა მოხდეს და სხვა არანაირი, თქვათ, ვერსია არ არსებობს. მე უფრო წარმომიდგენია ის, რომ იცით რა არის, აი ყველაფერი იცვლება, ხო? ანუ არა მარტო საქართველოში, არამედ აი გლობალურადაც, მასშტაბურადაც ძალიან ბევრი რამ იცვლება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც. ხომ ახლა ჩვენ რომ დღეს ვთქვათ, რომ აი აგვიკრძალეს საქმიანობა და ეს მართლაც ასეა და კრიმინალიზება მოხდა ჩვენი იმ ტიპის საქმიანობის, რასაც აქამდე ვეწეოდით და ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ან მისი წარმომადგენლები არ ვადაპტირდეთ ახალ რეალობაში და დღეს რომ დავიჩემოთ, რომ არა, მაინც და მაინც ისევ იგივე სახელი უნდა მერქვას და ისევ იგივენაირად უნდა მივიღო და დაფინანსება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენც ანუ სამოქალაქო ორგანიზაციებმაც და აქტივისტებმაც უნდა რაღაცა მოვძებნოთ, ანუ ვადაპტირდეთ. სამწუხაროდ ესეთი რეალობაა, ხო? ანუ ხელს ვარ ჩავიკრა. არის ხალხი მაგალითად იგივე გირჩი, იაგოს გირჩი და სხვა, რომელიც საერთოდ სამოქალაქო აქტივისტებსაც და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადანაშაულეთ იმაში, რომ აი, რასაც ბიძინა აკეთებს რეპრესიებს როუჯოს ყველაფერი თქვენი ბრალია, იმიტომ პროტესტი არასდროს წაიყვანეთ, ეს ანუ მოკლედ ყველაფერში თქვენ ხართ. კი, ყველაფერი შეიძლება თქვან. ყველაფერი შეიძლება თქვან. რომ აი პროტესტმა შედეგი რო არ გამოიღო, ეს თქვენი ბრალია, იმიტომ თქვენ უძღვებოდით ამ პროტესტს, პოლიტიკოსები არ გააკარეთ და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მოკლედ ახლა აი ხო, ანუ იმისი თქვა მინდოდა მომავალში ეს ყველაფერი სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს, ხო, იმისი თქვა მინდოდა, რომ მე ვფიქრობ, რომ ან ორი ძალიან მწარე გამოცდილება მივიღეთ ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, შარშან საპარლამენტო არჩევნებზე და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს რაღაცა საშინელი ჯოჯოხედური წელი რაც გავიარეთ და ამის შემდგომ მაინც უნდა იყოს თუნდაც დამაფიქრებელი ყველა ოპოზიციურად განწყობილი ძალისთვის, არა მარტო მოქმედი პარტიებისთვის, არამედ ვინც განიხილავს სამომავლოდ, თქვათ, პოლიტიკაში ყოფნას ან ოპოზიციურ ველში შესვლას, რომ დააყოფა თუ არ იქნება რაღაცა ერთი მიზიდულობის ცენტრი, სადაც იქნებიან, თქვათ, გაერთიანებულები ერთი იდეის, ხედვების გარშემო ადამიანები, ინდივიდები, ადამიანები, არ არის აუცილებელი, რომ ამას ერქვას მაინც და მაინც კონკრეტული ერთი პოლიტიკური პარტიის სახელიან, იმ რომელიღაცა პარტიის ნომერი კონდეს, ხო? ანუ რაღაცა უფრო წარმომიდგენია იდეის, ხედვების და ერთი, ესე ვთქვათ, რაღაცა აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ერთად გაერთიანდნენ ერთ ჯგუფში. ანუ ეხლა ის ფორმირებაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ ზოგადად ვინ წარმოვიდგინე, ანუ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზეა ისევ საუბარი, თუ არა მხოლოდ მათ გაერთიანება. ვერ წარმომიდგენია ტექნიკური გაერთიანება, ნუ არ რაღაცა უბრალოდ მათემატიკურ დაჯგუფებას კი არ გულისხმობ, მაგრამ გულისხმობ რაღაცა ერთი ბირთვის
შექმნას, რომელიც ერთი ალტერნატივა არსებობს. სადაც ვიღაცამ შეიძლება უნდა უარი თქვას აქ ყოფნაზე, ვიღაცა უნდა შემოვიდეს, ანუ ეს უკვე უნდა იყოს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ანუ დაიწყოს ეს პროცესი. კი, ვიღაცა უნდა დაიწყოს. ხო, ვიღაცა ეს არის ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი შეკითხვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ აი ამ იდეის გარშემო მეტნაკლებად აი ამ იდეას მოვთელავთ და დავიწყებთ დაფიქრებას იმაზე, რომ ერთია ქუჩის პროტესტი და არ ვიცი რაღაცა დაუჯერებელ სიმამაცეს და არ ვიცი ისტორიულ არ ვიცი პროცესში მონაწილეობენ ეს ადამიანები, ვინც რუსთაველზე დგანან, მაგრამ ამის პარალელურად თუნდაც არა ძალიან საჯაროდ და არა საჭირო ამაზე ყოველდღე ვიდებატოთ და დებატები იყოს და საჯაროდ განვიხილოთ ვინსად როგორ უნდა იყოს, მაგრამ პარალელური პროცესი, რომელიც მოამზადებს საზოგადოებას ანუ ოპოზიციურ სპექტრს არჩევნებისთვის ეს უნდა მიმდინარეობდეს. ამაზე უნდა იყოს დაწყებული მუშაობა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ არჩევნების მოპოვება არის ახლა თემა, რომ ანუ კი არ ჩატარდეს არჩევნები ისეთივე წესებით და იმ პირობებით, როგორც ჩატარდა 2024-ში, არამედ ჩატარდეს სხვა წესები და სხვა პირობებით. და ამას ახლა ხელისუფლება თავში არ დათანხმდება, ამას ჭირდება მოპოვება. ყველაფერს ჭირდება მოპოვება და უყურეთ აი ეს მომზადება ასევე გულისხმობს რამდენიმე სცენარის და ალტერნატივის განხილვას. რა ხდება მაშინ თუ სამ პარტიას გრძალავენ, რა ხდება მაშინ თუ ხუთს გრძალავენ, რა ხდება თუ რა ვიცი სამ თვეში არჩევნები, რა ხდება თუ აკრძალეს პარტიები და მარტში დანიშნეს არჩევნები. აი ამას გულისხმობ, ანუ ყველა ეს კონკრეტული სცენარია, ხო? რომელიც საკმაოდ რეალურია. ეხლა წარმოიდგინეთ, სხვათა შორის ბევრმა დამიწერა, რომ აი ხალხი ციხეშია და აი ჩვენ ასე ვთქვათ ქუჩაში ვართ და რა დროს არჩევნებია და ეხლა მოიდგინეთ მართლა რო დანიშნოს ხელისუფლებამ ქართულმა უცნებამ არჩევნები და ოპოზიციამ რო თქვას რომ მე არ ვარ ამისთვის მზადო ანუ რა ბოიკოტი რო გამოუცხადოს ეს ანუ საზოგადოების შეურაცხყოფა არ იქნება იმ ადამიანების ბრძოლის და თავგანწირვის მეორე მხრივ საზოგადოება თუ ისევ ივანიშვილი და ეს CSKO და ეს ძალოვანები ჩაატარებენ არჩევნებს ხალხი იკითხავს რომ რატომ მოვიდეთ არჩევნებზე თუ ისევ გაყალბდება უნდა დაანახოს ანუ აი ამ ერთობამ, აი ამ უნდა გამოასხივოს, არ ვიცი, ხედვა, ძალა, სტრატეგია, სადაც თითოეული ადამიანი დაწყებული რიგითი ამომრჩევლიდან დამთავრებული აქტივისტამდე დაინახავს თავის როლს, სადაც ვიღაცა იქნება ამომრჩეველი, ვიღაც იქნება აქტივისტი, ვიღაც იქნება დამკვირვებელი, ვიღაც იქნება პარტიის წარმომადგენელი, ანუ ეს ამ ტიპის ორგანიზების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, ანუ აუცილებელია, რომ წინააღმდეგობა იყოს ორგანიზებული. აი თუ დააკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ ოცნებას აქვს უდიდესი ფინანსური რესურსი, სახელისუფლებო რესურსი, ინსტიტუციური რესურსი, ყველანაირი რესურსი, ისინი მაინც მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ორგანიზებულები არიან, ძალიან დიდი ხნით ადრე იწყებენ ფიქრს სამომავლო პოტენციურ სცენარებზე და ემზადებიან ამისთვის. მათ შორის გაყალბებაც ძალიან როგორ გითხრათ, სულ კარგად იყო, ანუ ძალიან ნაფიქრი და ნამუშევარი იყო გაყალბების როგორ გაყალბდა. მე მგონი ამდენი ის გავიდა ერთი წელი და ხალხი მაინც კითხულობს, რომ აბა დადეთ მტკიცებულება როგორ გაყალბდა და რანაირად გაყალბდაო და ჩვენ გააქვთ კონკრეტული წარმოდგენა ეს როგორ კონკრეტული წარმოდგენაც გვაქვს და ანგარიშებიც გვაქვს მომზადებული ჩემო ორგანიზაცია. სიტყვით რო გითხრათ, თავარი ის ამბავი რა იყო? იმიტომ რომ დღემდე სერიოზული ახლა რამდენიმე სიტყვით ვთქვათ, იმიტომ რომ ეს იყო სქემა, ანუ ეს იყო ერთიანობა წინა საარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომ პერიოდში ჩადენილი სამართალდარღვევების და გარკვეული манипуляციების თუ გაყალბების ხო წინა საარჩევნო პერიოდში დაწყებული იმით რომ იყო ვთქვათ ამომრჩევლის აღრიცხვა, ამომრჩევლის ესე ვთქვათ პერსონალური პროფილების შექმნა, ინფორმაციის მოგროვება, ვინ სად მუშაობს, ვის რა საჭიროება აქვს, სად აქვს მისი სუსტი წერტილი, რომელ საჯარო სამსახურში არის ვთქვათ დასაქმებული, ვის შეუძლია მასზე ზემოქმედება მოახდინოს, დაწყებული ვთქვათ ეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, ასევე მოსყიდვით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების შეზღუდვით თითქოს რომ ყველას მისცეს შესაძლებლობა და ამ დროს რეალურად რომ აღმოჩნდა რომ არჩევნების დღეს მერაბ
ხალხი მიდიოდა, ანუ არ ვიცი, ათასობით კილომეტრი ჰქონდათ გავლილი და საარჩევნო უბნებზე არ ხვდებოდათ საკუთარი თავის საარჩევნო სიაში, დარეგისტრირებულები იყვნენ, გავლილი ჰქონდათ საკონსულო აღრიცხვა, დასტური მიღებული ჰქონდათ, მიდიოდნენ უბნებზე და საკუთარი თავი არ ხვდებოდათ. წარმოგიდგენიათ, ანუ რაზე არის ათასობით, 10,000-ობით მოქალაქეს ჩამოერთვა ხმა საზღვარგარეთ და საქართველოს რაც შეეხება უამრავი მტკიცებულება გვაქვს, ჯერ ასობით საჩივარი, არ ვიცი, ინდივიდუალურად ყველა საარჩევნო უბანზე შემიძლია ვისაუბრო. ოცნების წევრებს ეს ასე ვთქვათ, დახვეული ხელზე და ესე გავრცელებული, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ის დარღვევები, რაზეც ისინი საუბრობენ, აქამდე სხვა არჩევნებზეც ხდებოდა 20-ში და ასე შემდეგ და ისე ვთქვათ, არ აქვს არაფერი რაღაცა განსხვავებული, რაზეც შეიძლება ხელი ჩაჭირდეს. როგორ, ანუ წარმოიდგინეთ, შალვა პაპუაშვილმა თუ აღარ მახსოვს რომელიღაცა ოცნების დეპუტატა გაიმარა, რომ პირდაპირ დაწერა ეუთომ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა საქართველოში. არა, ეუთოს ასეთი კრიტიკული დასკვნები არ მახსოვს 20 წელია დაახლოებით არჩევნებს ვაკვირდები, არ ვიცი, მხოლოდ 1-2 წინადადება იყო, რომ აი ტექნიკურადო მუშაობდა, ანუ რეალურად ხო უბნები გაიხსნა, იმიტომ რომ არის ქვეყნები, სადაც რაღაც უბნებიც ვერ იხსნება და ანუ ტექნიკურად რო შედიოდი, რაღაცა განლაგებული იყო, ხო, მოწყობილი იყო საარჩევნო უბნები მეტნაკლებთან, რამდენიმე რაღაცა ნეიტრალური თუ პოზიტიური შეფასების გარდა, რომელიც ტექნიკურ ნაწილს ეხებოდა არჩევნები, საერთო ჯამში ხმის მიცემის ფარულობა არ იყო. დაცული რაზე არის საუბარი, მეც კი რომ მივეცი ხმა, დაინახა ჩემს რომ მიყურებდა ზემოთ ზედამხედველი, ვის მივეცი ხმა, ხო? ეუთოსაც აქვს აღნიშნული, კი ბატონო, სტატისტიკაც აქვს მოყვანილი და გვაქვს კონკრეტული სტატისტიკური ციფრებიც, თქვათ, რამდენ უბანზე იყო დარღვეული ხმის მიცემის ფარულობა, რამდენ უბანზე არ ხდებოდა მარკირების შემოწმება, რამდენ უბანზე არ უკეთებდნენ მარკირებას, ანუ სად იყო ეს რა ქვია კარუსელის ძალიან მაღალი რისკები და ზეწოლა ძალიან მასშტაბური იყო დამკვირვებლებს ფაქტიურად არ ვიცი აგდებდნენ საარჩევნო უბნებიდან ძალის გამოყენებით, რომ როდესაც ისინი შეამჩნევდნენ იქ საეჭვო ადამიანების შემოსვლა, საეჭვო პირადობებით და რაღაცა ეს მობილიზებას, მაშინ ხდებოდა ამ ადამიანების განეიტრალება. ამ ამბავს იმიტომ ჩაურვავდი, რომ თითქოს ხა რაღაცა დრო გავიდე 1 წელი, მაგრამ 1 წლის თავზე საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ ვერ დაარწმუნდა იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა. მე ვფიქრობ, რომ მარტო ამაზე თითქოს ბევრი ესე უყურებს თქვენს ალბათ სხვებიც, რომ ეს ამბავი უკვე ჩავლილია, ყველამ გაიგო, რომ გაყალბდა, ვინც გაიგო, ვინც ვერ გაიგო. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს ყოველდღიურად ლაპარაკი, რა მეთოდები და როგორ გაყალბდა არჩევნები, რაც რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ეს და დაიჯეროს. კი, აი ამ თითქოს აღარავინ აღარ ლაპარაკობს ამაზე. ამ გაზაფხულზე სპეციალურად ავიღეთ და გავაკეთეთ ანგარიში, სადაც მარტო ჩვენი დაკვირვების შედეგები კი არ არის. ანუ მოვიძიეთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნები, საერთაშორისო ადგილობრივი, მათ შორის სტატისტიკური კვლევითი შედეგები იქნებოდა თუ სხვადასხვა მეთოდები, რაც გამოიყენეს, არ ვიცი, მეცნიერული კვლევის მეთოდებიც კი, მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციები, არ ვიცი, დამკვირვებლების მიერ დაწერილი საჩივრები და აი ყველაფერი გავაერთიანეთ და ძალიან მარტივად ვეცადეთ ესეც შემჭიდროებულ იმაში, რა ქვია, ფორმატში, რომ მარტივად აგვეხსნა მოქალაქეებისათვის, ოღონდ წყაროების და მტკიცებულებების მითითებით, როგორ გაყალბდა არჩევნები. თუ ვინმეს ეს შეკითხვა აქვს, ის ჩვენ გვაქვს ეს ანგარიში. შეუძლიათ ნახოთ ჩვენ ვებგვერდზე European Orbit.g, ანუ ეს არის არჩევნების, ესე ვთქვათ, ჩემს Facebook გვერდზე მაქვს გამოქვეყნებული ქართული და ინგლისური ვერსია. რომ მეტ ადამიანამდე მივიდეს. კი ბატონო, ეს სპეციალურად გავაკეთეთ. მე ვფიქრობ, რომელმაც ჩაიარა. ნამდვილად. იმიტომ მომავალ არჩევნებამდე სულ უნდა იყოს ლაპარაკი იმ მეთოდებზე, რა მეთოდებს გაყავდა და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ გაიგოს. იმიტომ რომ ავი მოსნების ამ მომხრეებს ესა აქვს, ასე ვთქვათ, message box-ება დარიგებული, ხო Facebook-ზე იქნება ცოტაც არის, რომ არჩევნებასაც კი არ წერდნენ, საჩივლებსაც კი არ წერდნენ, ყველაზე ცოტა საჩივარი დაიწერა და ეუთომ არ თქვა რომ გაყალბებული, ის რამდენიმე message აქვს, ასე ვთქვათ, დარიგებული. ასობით საჩივარია დაწერილი არჩევნების დღეს შემდგომ პერიოდში ოლქებში და არც ერთი არ არის დაკმაყოფილებული, ერთი იყო თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო, უბრალოდ თეთრი წყაროს რაიონული სასამართლო, რომელმაც დააკმაყოფილა საჩივრები. დანარჩენი ყველა საჩივარი დაუკმაყოფილებელი, ყველა სასამართლოს, ყველა ოლქის მიერ დარჩა დაუკმაყოფილებელი. ანუ ამაზე მე ჩვენება მაქვს მიცემული პროკურატურისთვის სასამართლოს წინაშე და მტკიცებულებები მაქვს წარდგენილი.
ხო, ну რაღაცნაირად ჭირდება, საჭირო ალბათ რომ ეს მეტ ადამიანამდე მივიტანოთ. მადლობა დიდი, ბატონო. მახოთ როგორ გამithარდება მოვლენები. ნინო ლომჯარია, საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ პოლიტიკული ანალიტიკოსები ირაკლი მელაშვილი, არჩილ გამზარდია შემოგვიერთებიან და ვისაუბრებთ სწორედ ამ პროტესტის ანატომიაზე და იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოვლენები. დავბრუნდით ეთერში დავბრუნდით ჩვენი სტუმრები არიან ირაკლი მელაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი არჩილ გამზარდი ასევე პოლიტოლოგი ანალიტიკოსი მოგესალმებით მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის რეკლამის დროსაც იმაზე ვსაუბრობდით თუ რა ხდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რა უნდა მოხდეს ეს არის ჩვენი მთავარი თემა აგერ ნინო ლომჯარია იყო სტუმარი რომელმაც თავისი ასე ვთქვათ მოსაზრებები გამოაქვეყნა რომლის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ და რაღაც სხვა ტაქტიკით იმოქმედოს ოპოზიციამ და მოემზადოს არჩევნებისთვის რომელიც შეიძლება ხვალდანიშნოს შეიძლება ზეგ და შეიძლება 2028 ну თითქოს ყველაფერი დაბნეულია მე ხშირად ვიმეორებ ამას წინა ბლოკში ვთქვი და გავიმეორებ დღეს პოლიტიკური პროცესიდან პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად გამქრალია პოლიტიკურ პროცესს ქმნის ერთი მხრივ ხელისუფლება თავისი ამ რაღაც კანონების მიღებით თუ დაჭერებით და ასე შემდეგ მეორე მხრივ აქტივისტები რომლებიც ქუჩაში დგანან და ეს ორი ასე ვთქვათ პოლუსი არის ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ოპოზიცია ეს დიდი ნაწილი ფაქტობრივად ვერ ქმნის კი არა ვერავინ ვერ ქმნის პოლიტიკურ პროცესს ზოგი პარლამენტში შევიდა ზოგი რაღაც აგერ საკრებულოში შევიდა ზოგი ქუჩაში დგას და მაგრამ წინა ხაზზე ვერ დგანან ну მოკლედ ასეთი ვითარება აქვს რა პოლიტიკური ოპოზიცია რას აკეთებს სად არის ამ დროს ხალხი ერთმარტივ რამეს კითხულობს რომ კი ბატონო გავუშვით ივანიშვილი მაგრამ ვინ მოდის სად არის ალტერნატივა ალტერნატივის გარეშე ადამიანებს არ წარმოუდგენიათ ცვლილება მოკლედ თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე მოდი არჩილ შენგან დავიწყოთ ხო პირველ რიგში ეს მიდგომები როცა პოლიტიკურ შინაარსს თხოვენ არის თუ არა პროტესტის აქტიური ნაწილი იმისათვის რომ ზოგადად პოლიტიკური ქმედებები მოითხოვონ ანუ ყველა ითხოვს აქტივისტურ ქმედებას და არა პოლიტიკის მართვას ეს არის ერთ-ერთი პრობლემა ისიც რასაც ერთი წლის მერე ახლა ამბობენ რომ შეცდომებია ბევრი მათ შორის მეც ვლაპარაკობდით ერთი წლის წინათაც ორი წლის წინათაც ძალიან ბევრ ამას და ლამის გვიგზავნდნენ საუბარს ამიტომ მეორე მომენტია თეორიულად ჩვენ რას ვიტყვით რა არის სწორი და რა შეიძლება თქვა სასურველი და რა შეიძლება არ იყოს სასურველი მაგრამ პოლიტიკური ქმედება ეს არის პროცესი რომელიც გულისხმობს ხელისუფლებასთან ანუ ხელისუფლებასთან ძალაუფლების წყაროებთან ურთიერთობის გზით რამდენადმე ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვას ანუ ქმნიან სტიმულებს საიმისოდ რომ რაღაც გარკვეული ქმედება ოპოზიციას მათ სასურველი მიიღოს და ხელისუფლებამაც. მარტივ ენაზე ტერმინოლოგიურად ამას ქვია კომპრომისის ძიება. მაგრამ რომ ახსენო სიტყვა კომპრომისი, კონსენსუსი, ახსენო რაღაცა მცდელობა, რომელიც გულისხმობს ხელისუფლებასთან, თუნდაც ამ ეტაპზე რაღაცა რიტუალური პროცედურის ჩატარებას, რაღაც რიტუალის ჩატარებას, ამას ხვდებიან ძალიან მძიმედ და მისი მზაობაც პოლიტიკურ ველში თითქმის არ გააჩნიათ. მაგალითად მოყავთ ხოლმე რომ აი 2020-ში იყო კომპრომისი და რა მოხდა ამას 2020-ში კომპრომისი არ ყოფილა 2020-ში იყო ოპოზიციის იძულება და არა კომპრომისი იმიტომ რომ კომპრომისი გულისხმობს ისეთ შედეგებზე ორიენტირებას რომელიც განსხვავდება საწყისი სურვილებისაგან და ერთმანეთთან ახლებს ანუ რა შეიძლება იყოს აი ჩემი მიდგომა არის ასეთი რომ ზოგადად ერთმანეთის ომში მყოფი სახელმწიფოებიც კი რაღაცა ფორმალურ ეპიზოდურ ფრაგმენტულ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა თემაზე. და ეს როცა არც ერთმა მეთოდმა აქამდე არ იმუშავა, ну რატო არ უნდა სადომს გავსი რამე. ეს რას გულისხმობს, რომ მაგალითად ქართულ ოცნებას აქვს ძალიან მძიმედ პრესტიჟის თემა, ხელისუფლებას შიგნითაც ქვეყნის და ქვეყნის გარეთაც. შეიძლება თუ არა გაჩნდეს მოტივი, რომლის დროსაც ხელისუფლება მიიღებს პრესტიჟს, ოღონდ განსაზღვრული იძულებით სიკეთეების გამო, რომელიც მან უნდა განახორციელოს. ეს რა შეიძლება იყოს მაგალითად პატიმრების თემა, მაგალითად გარკვეული კანონების თემა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგალითად ლამის უკვე იმის დაკანონება, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულად კანონის დონეზე შეიძლება იკრძალოს. რატომ უნდა კონდეს ხელისუფლებას ამისი სურვილი? ბევრი მისვამს გავშეკითხვას, იმიტომ რომ მას აღელვებს ეს პრესტიჟი. პრესტიჟის გარეშე
ჩრდილოეთის სახელმწიფოც და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებიც კი ისე სრულფასოვნად არ ურთიერთობენ, იმიტომ რომ თუ კი არსებობს სახელმწიფოები, რომელთა მმართველობა ძალიან ბევრისთვის მეუღებელია, ნებისმიერ მათგანს გარკვეული პრესტიჟი სჭირდება. ეს არის ანბანური ჭეშმარიტება რაღაც პოლიტიკის თეორიაში, პოლიტიკურ ფილოსოფიაში. რამდენად წარმოგიდგენიათ თქვენ რამე კომპრომისზე რომ წავიდეს უცნობა? დღეს საერთოდ ამის მზაობა. ჩვენ ზოგადად თეორიულად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სახელმწიფოში სადაც დიალოგი სიტყვა ითვლება სასირცხვილო სიტყვად, კომპრომისი არის გაყიდვის სინონიმი, მოლაპარაკება არის გარიგების სინონიმი, იმ ქვეყანაში პოლიტიკა არ იქნება არასოდეს. ვითარება და ეს სამწუხაროდ უგეწლებია საქართველოში არის. რეალობა დღეს გვაქვს ჩემი აზრით განსხვავებული იმისა, რასაც გეორგი ლაპარაკობს. ხელისუფლება არ წავა მოლაპარაკებაზე დღეს ოპოზიციასთან და ამისი არის მარტივი მიზეზი. ხელისუფლებას თუ რამე უქმნის ახლა შიგნით პრობლემას, ეს არის აქციები. ოპოზიციას არ შეუძლია არანაირი ზეგავლენის მოხდენა იმ პროცესზე, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყოველთვის არის გარკვეული კომპრომისები. ხელისუფლება ფიქრობს ესე და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ სწორია, რომ რატომ აწარმოა მოლაპარაკებები და წავიდე რაღაც დათმობებზე იმასთან, ვინც არსებულ პოლიტიკურ პროცესში უბრალოდ არაფერს არ წარმოადგენს. რაზეც მე ვსაუბრობდი, ხო? ხო, ნულია, ამაზე ვსაუბრობ, თვეებია და წლებია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია სამწუხაროდ სულ უფრო და უფრო იმცირებს იმ ველს, რომელიც მას ჰქონდა სათამაშო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად შეუგდეს თავის დროზე თემა პარლამენტის შეარსესვლისას. ანუ ყველა ბერკეტი გამოაცალეს ოპოზიციამ თავისი სისულელეებითაც გამოიცალა ეს ბერკეტები და მე ვფიქრობ, რომ დღეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ხელისუფლება არანაირ დიალოგზე ოპოზიციასთან არ წავა და იქნება აბსოლუტურად მართალი, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია არ მართავს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ქვეყნის შიგნით. ქვეყნის გარეთ რას იტყვის ოპოზიცია, მაინც და მაინც დიდი გავლენა არ აქვს ამას, თუ არ შეცვალა ხელისუფლებამ პოლიტიკა. საზღვარგარეთ რეაქცია აქვს არა იმაზე ოპოზიცია რას ეუბნება და რამდენადაც მეუბნებიან ბევრ სისულელეს ლაპარაკობს განსაკუთრებით ამერიკაში, როდესაც ეუბნებიან რომ რას აკეთებს ხელისუფლება, უყვებიან რასაც აკეთებს და ამათი მესიჯები ისე იყო დაგეგმილი თავის დროზე ქართული ოცნების მესიჯები რომ ცდილობდა რომ თავიდან ბოლომდე დავთხოვდნენ ტრამპისტების და მემარჯვენეების ოპოზიცია უყვება ამას ყველაფერს და მე ეუბნებიან რუსის აგენტები არიან და ისინი ამათ უყურებენ როგორც შერეკილებს უბრალოდ. ხმა, იმიტომ რომ არარეალისტურია ისა, მაშინ თვითონაც რუსის აგენტი გამოდის, იმიტომ რომ ზუსტად იმ მესიჯებს იძახის ივანიშვილის პარტია იძახდა ბოლო პერიოდამდე რა მესიჯებსაც იძახდნენ ტრამპისტები. ბევრი შეცდომა არის რა მოკლედ. ამიტომ ოპოზიცია ვერ მოახერხებს ვერც მათი საგარეო იმიჯის გამოსწორებას და ვერც აშინაოს მდგომარეობის. ამიტომ არ წავა ხელისუფლება დიალოგზე. ამიტომ ამოცანა ახლა არის ხელისუფლებას თან უნდა გავანებოთ. ოპოზიცია ნახეთ თუ მიდათ გავზომ. ოპოზიციური ნებისმიერი გამოსვლის 90-95% დროისა ეთმობა ხელისუფლების ლანძღვას, კრიტიკას და ასე შემდეგ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რაცა ის ვინც აქეთ არის ისედაც იცის, ვინც სახში ზის და გაბრაზებულია იმანაც იცის, საზოგადოებას აინტერესებს ერთი რამ. ეს რო არ ვარგა გავიგე, ვინ ვარგა და რას ვთავაზობ. ვინ არის ალტერნატივა? ვინ ვარგა და რას ვთავაზობ. ამ შემთხვევაში საზოგადოება არის აბსოლუტურად სწორი. ის რომ ხელისუფლება არ ვარგა, ეს საზოგადოებისთვის ავტომატურად აღნიშნავს, რომ ოპოზიციას დაუჭიროს მხარი. 2/3 ქართული საზოგადოების კრიტიკულად უყურებს ყველა გამოგიტყვით, აბსოლუტურად მათივე გამოგიტყვით. კრიტიკულად უყურებს ხელისუფლების საქმიანობას. ამ 2/3-დან ვინც კრიტიკულად უყურებს ხელისუფლების საქმიანობას, მათი ნახევარიც კი არ აძლევს ოპოზიციას მხარს. აქ გვაქვს გამოცანა, ასე ვთქვათ რა. არ წავა ხელისუფლება დიალოგზე, მანამდე სანამ არ დაინახავს, რომ ამ ოპოზიციას მართლა რაღაცა შეუძლია საზოგადოებაზე ზემოქმედება მოახდინოს. ოპოზიციას, რომელსაც მიტინგზე მიკროფონთან არ უშვებენ, იმას ხელისუფლება არ დაელაპარაკება რა. ძალიან მარტივად არის საქმე, თუ პარლამენტში არ შედიხარ, თქვენ ფიქრობთ, შეცდომა იყო, ვფიქრობ, რომ სწორი იყო, მაგრამ მაგას არ აფიშვება, თუ პარლამენტში არ შედიხარ, მაშინ პოლიტიკა გადმოგა ქუჩაში და ქუჩაში მაინც უნდა იყო ლიდერი. არც იქ ახარ ქუჩაშიც არ ახლა ლიდერი, მაშინ საერთოდ მაგაშია საქმე, ანუ ჩვენ გვაქვს ეს მდგომარეობა, მოცემულობა რა. რომ ოპოზიცია აღარც პარლამენტში, აღარც ქუჩაშია და საერთოდ არ სად არა. არის ძირითადად გადართული ერთმანეთის ლანძღვაში. პრობლემა არის იმაში, რომ როდესაც მე ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, ამასაც, წინასაც, იმის წინასაც, რომ განსხვავებულ ას უტრულად რომ მიიჩნევ,
ადამიანი რომელიც სახში ზის მე მომიტრიალდება და მკითხავს ბიჭო იმაზე რო იძახი აქ შეხედე რა ხდება აქ ხო ლამის უარესი ხდება ერთმანეთში არა ანუ ყველაფერს აკეთებენ არა კონსოლიდაციისათვის ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლის თუ მოქალაქეს არამედ იმისათვის რომ აკაჩიგნით დაყონეს ყველაფერი ამიტომ პირველი რაც არის გასაკეთებელი ან ფაქტიდან რაც გინდა ის და ხელი მოაწერე შეთანხმდი გარიგდი რა ერთმანეთის ლანძღვაგინებას უნდა გაანებოთ ეს ხო შეუძლებელია ხო ვიცით არა შეუძლებელი არაფერი არ არის ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი როდესაც ოპოზიცია ყოფილა 2002-ში იყო ეგეთი შემთხვევა 99-ში არჩევნების წინ ყოფილა შეთანხმებები მანძილზე ბოლო 10 წლის მანძილზე მაშინ ჩაირეცხება ყველა ერთად ჩაირეცხება ყველა ერთად იმიტომ რომ არაფერი არ უშველის ამ ამბავს გინდა პარტია ეხლა თუ შეუძლებელია იმიტომ გახარია საერთოდ პარლამენტში შევიდა და აქეთ ამათ ლანძღავს ესენი იქეთ ლანძღავენ ლელო სადღაც შუაში არის გაჩხერილი ანუ შეუძლებელი არ არის არაფერი ანუ შენთვის აკვაკ ლაპარაკი რა სურვილი აქვს თუ არა აქვს რა სურვილი თუ აქვს პოლიტიკაში ყოფნა და პარტიის თავმჯდომარეების საკუთარ თავზე დარქმევა ეს ერთი და იგივე არ არის საქართველოში არის 238 პარტია რეგისტრირებული აქედან 150 გარდაცვლილი არის წევრებიანები არა ისი პოლიტიკაში არ არის ესენიც არ არიან პოლიტიკაში ესენიც არ არიან პოლიტიკაში ამიტომ თუ პოლიტიკაში მოbrunება უნდათ მაშინ გარკვეულ თამაშის წესებს უნდა დაემორჩილო არ შეიძლება ფეხბურთში გამარჯვება გინდოდეს და მოედანზე არ გადიოდე და არ ახარ მოედანზე სარბენბილიკებსაც არ ახარ სტადიონზეც აღარ გიშვებენ უკვე ხო მაყურებელი აღარ გიშვებს სტადიონზე ასეთი მდგომარეობა გაქვს სამწუხარო ეხლა აქედან შეუძლებელია თუ ვიტყვი მაშინ შეუძლებელია მაშინ ეს იმას რომ საქართველოში პოლიტიკა არ იქნება და მაშინ ნიშნავს ეს იმას რომ ხელისუფლება არის კარგა ხმით და ამასაც უნდა შევეგუოთ მაშინ რა იმიტომ რომ პოლიტიკაში ხელისუფლების დამარცხება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში თუ მის ალტერნატივას უფრო მეტი მხარდაჭერი ხავს. თუ არ ახავს ალტერნატივას მხარდაჭერი, მაშინ ვერ ამარცხებ ხელისუფლებას. რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს. ამობე რომ უფრო მეტი მხარდაჭერი ყავს, უბრალოდ გააყალბა არჩევნები, ხო? შენი ჭირი მე გააყალბა. ეხლა მაშინ იმაზე საერთოდ ძალიან ადვილად მოხდა ეს ყველაფერი. ოპოზიციამ რა შეცდომების დაუშვა საპარლამენტო არჩევნებზე ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გადააბრალა გაყალბებას რომ თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა თავის თავზე და მე და შენს გვაქვს მალაპარაკები რამდენჯერმე ინტერვიუში ჯერ კიდე არჩევნების წინ რომ ცუდად მიდის საქმე და არარეალისტურია რასაც ოპოზიცია იძახის არჩევნების დღის კადრები ამოიღეთ პარტიის ლიდერები გამოდიოდა და ბიძინა აჰა გაიქეცი ახლა აეროპორტამდე მიასწრებ თუ არ მოასწრებ შენზე არის დამოკიდებული გუშინ წინ უყურებ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის გამოსვლას ვიმარჯვებთო კაცო ვიმარჯვებთო რას ლაპარაკობთო გამარჯვებულები ჩვენ ვართო ეგენიო დამარცხებულები არიანო ნუ კაი ბატონო ჰა ეხლა თუ ადეკვატურობას დაკარგავს თლიანად პოლიტიკური სპექტრი არაფერი არ შეიძლება ხალხმა ხალხი იქნება გაბრაზებული სახში დამჟღავნებული ამისი პოლიტიკური კაპიტალიზაცია არ მოხდება შენ გაქვს 2/3 ხელისუფლების მოწინააღმდეგეების და არ მოწონეების, მაგრამ ყავს ოპოზიცია, რომელიც ამას ვერ ახერხებს, რომ პოლიტიკაში, რეალურ პოლიტიკაში გადმოიტანოს. კი ბატონო, არჩილ, შენ როგორ ფიქრობ, გამოსავალი ამ შემთხვევაში გაერთიანება თუ არის და თუ წარმოგიდგენია ამ პოლიტიკური სპექტრის პირობებში ალტერნატივის ჩამოყალიბება, ერთი ალტერნატივის ჩამოყალიბება. ხო, ანუ პირველ რიგში ვიტყვი რომ მე როცა ლაპარაკობ რომ იყოს ცდილობა თუნდაც რიტუალური კომპრომისის ძიების საქმეა და მაინც პოლიტიკურ პარტიებს არ გულისხმობ, არამედ უფრო გაფართოებულ ფორმატს, რომლის დროსაც შეიძლება რაღაცა თანამედროვე არ არსებობს. წერტილები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, პროტესტს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, პირიქით ასეც ხდება ხოლმე, რომ რაღაც ჯგუფები, როგორც წარმომადგენლობითი სუბიექტები ურთიერთობენ ხოლმე ხელისუფლებასთან, ეგ ჩვეულებრივი ამბავია, როგორ არსებობს, ძალიან კარგად არსებობს. მეორე ძალების პოლიტიკურ ძალად უნდა ფორმირდეს ის უნდა ის არის პოლიტიკური ძალა, როდესაც ხელმძღვანელი. ეგ არის პოლიტიკური. ხელისუფლება დაწყვიტოს, რომ აი მზად ვარ რაღაც დათხოვებებზე წამოვიდე რაღაც კომპრომისზე წამოვიდე, ვის დაველაპარაკო, რო იკითხეს, ხო, შემოდა უპასუხო პროტესტ არ აყავს. მე რა ისა რა ქვია, ორგანიზატორი და ვერავის ვერ დაელაპარაკა. ეგ არის მაგაშია საქმე. ხო და ან ვის უნდა მაშინ მაცადე თუ მეკითხები. ხო, სალაპარაკო. ხო, ანუ პროტესტები ძალიან ხშირად იქნება იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე მოახდინონ ზემოქმედება. ზემოქმედების პროცესში
ხდება ხოლმე სწორედ პროტესტიდან რაღაცა გარკვეული ჯგუფის კომპლექტაცია, რომელშიც შეიძლება სხვადასხვა ადამიანი იყოს, მათ შორის ამ პოლიტიკური სუბიექტი, საპროტესტო სუბიექტები და მიმხრობელი სუბიექტებიც მათ შორის, რომლებსაც თვლიან, რომ შეუძლიათ ამ ყველაფერში თანამონაწილეობა. ეგ ერთი, ну, როგორც თეორიული ვერსია, კი ბატონო. ახლა რაც შეეხება შენს შეკითხვას, პოლიტიკური ერთიანობა როგორც ყადაღებული თემა, ჯერ ერთი რომ აი, ეგ სიტუაცია ვახსენოთ და გადავხედოთ ჩვენ პოლიტიკური ოპოზიციის ლანდშაფტს ძალიან სასაცილო იქნება. მე მეორე მხრივ იდეურადაც ვეწინააღმდეგები პოლიტიკური ერთობის იდეასაც კი სულ რომ შესაძლებელი იყოს ძალიან მარტივად ეკონომიკური თეორიები ვრცელდება ხოლმე ხშირად არსებობს პოლიტიკური ოლიგოპოლიის, პოლიტიკური კარტელის ცნებები, მთელი ეს ფსევდოგაერთიანებები ძალიან ხშირად პოლიტიკური კარტელის ფორმას იღებს ხოლმე ეს საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსთვის მაინც და მაინც სასურველი განვითარება არა, ამიტომ მე პოლიტიკის შინაარსში მაგას იდეურადაც ვეწინააღმდეგები. რომ არ ვეწინააღმდეგებოდე და შესაძლებელი იყოს მსგავსი რამე, აგერ ვუყურებთ ჩვენ რაც შეუძლებელია. საქმე იმაშია რომ ოპოზიციამ იმ დონემდე დაიყვანა საკუთარი რიტორიკა, რომლის უკან მოbrunებაც პრაქტიკულად არის შეუძლებელი. ანუ ერთმანეთს განიხილავენ მტრების, მოღალატების რეჟიმში. იმიტომ არის, რომ აი ამ ტერმინებს ზოგადად ასე მარტივად არ უნდა იყენებდნენ პოლიტიკური თავმჯდომარეები, ლიდერები ჩვენ აღარ უნდა ვახსენოთ ეს ტერმინი საერთოდ, პოლიტიკური თავმჯდომარეები, ანუ ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი პირები და პოლიტიკური მონაწილეები. ალბათ ეს ორი ტერმინია ყველაზე შესაფერისი. აკეთებენ ყოველთვის ადრე მეგონი შეთან ვახსენე კიდეც, რომ ეს მართვადი პროცესია, აი ნეშის თამაშის თეორიის სურათია თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი, რომლის დროსაც აი ეს ორი პატიმრის დილემა რო არის, ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობს და არანაირი უნარი არ გააჩნიათ, რაღაცა საერთო სარგებელი იპოვონ. ამიტომ ამ კუთხით ცალ-ცალკე სეგმენტი აბსოლუტურად კრიზისულია. ამ ეტაპზე არანაირი რესურსი არ არსებობს. იგივე რასაც აგერ ლაპარაკობდით და სულ ლაპარაკობთ, მე მგონი წლებია 2020 წლის და 21-ის ვიდეო გავაზიარე გუშინ ჩემი ერთ-ერთი რომლის დროსაც ლაპარაკობდით, რომ თუ არ შეიქმნა პოლიტიკური ალტერნატივის ცნება, საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს არ ეყოფა მხარდაჭერა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტზე. შეიძლება იყოს ზოგადი განწყობა, რასაც ვხედავთ, რომ შეიძლება პროტესტზე გამოვიდეს ბევრი ადამიანი, მაგრამ მისი მხარდაჭერა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ არ არის. ამიტომ პრაქტიკულად კიდევ ერთი დღემდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რა მეთოდოლოგიითაც მუშაობდა წინააღმდეგობა მთლიანობაში, რა პრინციპითაც უდგებოდა ასე ვთქვათ წინააღმდეგობის და რა ხელისუფლების შედეგიდან დაწყებული ყველა სხვა დანარჩენით, აბსოლუტურად არც ერთმა არ იმუშავა. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ანალოგიური მეთოდებით გაგრძელება არის სუიციდისკენ მიმავალი პროცესი. საუბარი არის რა მეთოდებით უნდა გავაგრძელოთ. გადაგეთ, თქვენ რამე კონკრეტული კონფიგურაცია წარმოგიდგენიათ, რა ამ ვითარებაში სად შეიძლება ამოიზარდოს ეს ალტერნატივა? ჯერ მარტივი შეთანხმებებით უნდა დაიწყოს. რაიმე შეთანხმების მიღწევა რომ იყოს შესაძლებელი, გახდეს შესაძლებელი და რაიმე კონფიგურაციას თავარზე უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. თუ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს დედას აგინებ, იქ რაიმე კონფიგურაცია გამოერთიანებელი ვერ შეიქმნება. ამიტომ ეს ეხლა მომწონს მე ეს პოლიტიკური ლიდერები არ მომწონს. ახალი თუ გამოჩნდება, თუ არ ჩნდება, რა შვებით, ხელები ჩამოყარეთ, სახში წავედით, არ გამოდის. ნუ პირველი მოთხოვნა მათ შორის საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს, რომ ეს რაღაცა თანამშრომლობის წესები უნდა შემუშავდეს. ყველა უნდა იყოს ვალდებული ამ თამაშის წესებზე და მან უნდა იცოდეს, რომ თუ შენ ამ თამაშის წესებს არ ღვევდა, თუ გადადიხარ ლანძღვაგინებაზე, მაგრამ შენ საზოგადოების მხრიდან მიიღებ პასუხს, ანუ საზოგადოების მხრიდან განვლდები. იმიტომ რომ ნებისმიერი კონფიგურაცია ჩვენ თეორიულად შეიძლება დავხატოთ. მე მაგალითად მიმაჩნია რომ ხელისუფლება მუშაობს აბსოლუტურად მიზანმიმართულად. Mad Men policy ქვია ამას, რომელიც თავის დროზე მოიფიქრეს ნიქსონმა და კისინჯერმა. ეს არის ქართულად ძალიან უცნაურად გიჟიკაცის პოლიტიკა ქვია. მაგრამ ეს სამ რაღაცას მოიცავს, რომ ხელისუფლება უნდა შექმნას იმიჯი რომ არის არაპროგნოზირებადი, მეორე უნდა იყოს ძალიან აგრესიული ქმედებაშიც და სიტყვებშიც და მესამე მან უნდა აჩვენოს ყველას, რომ თავისი მისაღწევით ყველაფერზე წავა. დღეს მაგალითად პუტინის პოლიტიკა მაგითი ითვლება და ტრამპს სამა დიდმა ცენტრმა კვლევითმა სწორედ მაგითი დაუმტკიცეს, რაც აკეთებდა პუტინი და შეაცვლებინეს პოლიტიკა. ამას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, სხვა შორის მიშას აკეთებდა ამას საშინაო პოლიტიკაში. მაგრამ
ამას გააჩნია როგორ უნდა დაუპირისპირდეთ თუ ეს ამას იმით უყურებლაპარაკობ ხომ მე რაღაცები ვიცით თეორია არის ეს პოლიტიკური მას გააჩნია თავისი სუსტი ადგილები აი დაგუგლეთ და გინდა ხელოვნური რასაც ვაკეთებთ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ეს პოლიტიკა წარმატებული იყოს ხელისუფლების დაწყებული 4 ოქტომბრის ბოიკოტიდან დამთავრებული შევარდნამდე თლიანად მის სცენარში ჯდებოდა თუ ოპოზიციას არ ეკნება იმისი სურვილი არიან ამ ქვეყანაში მკვლევარები ხო? იავო კაჭკაჭვილო სხვები დასხდნენ და მართლა რეალურად ნახოს. ბიჭო არის 10 საკითხი, რომელიც 10 წლეულებია უკვე მოსახლეობისთვის არის პრიორიტეტული. ყველა გამოკითხოთ. ერთი ოპოზიციური პარტია მანახე, რომელიც ამ 10 საკითხიდან ერთზე ელაპარაკება. აი დღეს ვეკითხებოდით ერთ რომ აი სოფელში შენთან აი ამ თემებზე ლაპარაკობენ, რაზეც ქუჩაში ვდგავ. არა. ანუ ჩვენი ოპოზიციის და ბავშვ საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობა აცდენილი ვართ მოსახლეობის უმრავლესობას რაც აქვს პრობლემები. აი როდესაც ვიძახი ძალიან მნიშვნელოვანია, სულ ამას ვიმეორებ, კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია ვიზა ლიბერალიზაცია. 22%-მა ისარგებლა ვიზა ლიბერალიზაციის 78%-ს საერთოდ უკვე აგერ ამოვიდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია მისთვის არა. ანუ შენ უნდა მიხვიდე შენ თემებამდე იმითი, რაც იმ ადამიანებს აწუხებს და თუ ეს არ შევცვალე და თუ ოპოზიცია არ გახდა იმ კითხვებზე პასუხის გამცემი, რაც საზოგადოებას და თუ ოპოზიცია მუდმივად ეცადა, რომ საზოგადოებას თავისი თემები მოახვიოს თავის თავზე, გლეხი და სოფელში და პატარა ქალაქში ცხოვრები ადამიანი ძალიან პრაგმატულია. ის ჩართავს ტელევიზორს უყურებს და ხედავს რომ ის პრობლემაზე არავინ არ ლაპარაკობს. მე ფიქრობს იმას რომ მე შენ პრობლემაზე შენად უნდა გამოვყო. ანუ აცილებულია ქართული ოპოზიცია და მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი საკითხის გარდა არაფერზე არ ელაპარაკება. საკითხვა გადაფარა. არა, ჩვენ გადავაფარინეთ რა. ჩემთვის და შენთვისაა გადაფარული და გადიმეთქი რა თბილისიდან და ნახავ რომ იმისთვის არ აქვს იმას საერთოდ შენგან გადაფარული. მისი პრობლემები ის იმას ფიქრობს რომ შენ ამას აკეთებ, იმიტომ რომ ის პრობლემებზე არ ელაპარაკო. ამიტომ ეხლა ჩვენ ან მოუბრუნდებით იმისათვის რომ პოლიტიკური პარტიები გახდნენ საზოგადოების ინტერესების გამომხატველი, ანუ დავრჩებით იმის რომ აი აქ 40-50000 კაცი ვინც გამოდის ქუჩაში ყველაზე მაქსიმუმ ამ პოლიტიკურ პარტიებს აი ეს ეკნებათ ეს 40-50000 კაცის განწყობის მოგებაზე, გულის მოგებაზე დახუცავენ ერთმანეთს. იმიტომ რომ ეხლა ხო შეჯიბრება მიდის პოლიტიკოსებს შორის რადიკალიზმში. ვინ მოაწონებს აი იმ აქტიურ ბაბლებს თავს და ვინ დააკმაყოფილებს ასე ვთქვათ, მაგრამ რომ იმან არ შეაგინოს. და საქართველოს ამ ბაბლების გარეთ არის, იცი? და უმრავლესობა არის საქართველოსი ამ ბაბლების გარეთ, რომელიც ამას უყურებს და ყველაფერი ხელში აქვს. ხელისუფლებაც ხელში ყავს ამოყური და ამაც საერთოდ იდიოტებად მიიჩნევს. ესა გვაქვს რეალობა და ეხლა ასეთ ვითარებაში პირველი ამოცანა ოპოზიციას აქვს იმას, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი დავიწყოთ. და დავიწყოთ იმაზე ფიქრი რა არის ის საკითხები, რაც მოსახლეობას აღვნიშნო. ხუჭო, ხო შეიძლება დაფიქრდე, რატო არ მოყვება მოსახლეობა? რატო არ მოყვება მოსახლეობა? პირველი კითხვა ეს უნდა დასვა. რომ მე დაიწყო ფიქრი იმაზე, რა გაქვს შესაძლებელი. კი ბატონო, ხო, ბევრი რამ არის შესაძლებელი. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ირაკლი მაღაშვილი, არჩილ გამზარდე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე გეშოვებთ, ხომ და ხვალშვილის ნახევარზე გადაცემაში რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს.